პრობლემა რა არის დღეს ისიც რომ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ერთი უნდა იყოს სახელმწიფო და ეს ერთი სახელმწიფო უნდა იყოს არაბული პალესტინა თუ ებრაული ისრაელი თუ უნდა იყოს ორი სახელმწიფო პალესტინასა და ისრაელს შორის აი ამ საფუძველზე წარმოშობილ კრიზისს ვადევნებ თვალს რომელმაც მიიღო არა მაინცსა და მაინც რაღაცა ლოკალური საომარი სახე არამედ მიიღო გლობალური საერთაშორისო აქტორების ჩართულობით პრაქტიკულად გამანადგურებელი სახე ერთი მეორის მიმართებით. როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს ჰამასზე, რომელიც ახლა დაარსებული ტერორისტული ორგანიზაცია, შედარებით ახლა, იმიტომ რომ ეს არის 80-იან წლებში, 98-ში უფრო გვიან ჩამოყალიბებული ტერორისტული ორგანიზაცია, შედარებით ეს არ არის მხოლოდ ჰამასის პოლიტიკა, რასაც ახლა ჩვენ ვადევნებდით თვალს ისრაელის წინააღმდეგ, რომელთაც 90-იან წლებში ყველაფერი გააკეთეს, რომ სამშვიდობო პროცესი ჩაშლილიყო, საუბარი მაქვს ოსლოს შეთანხმებაზე, რადგანაც პრაქტიკულად იასერ არაფატზე, ანუ პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ხდებოდა ზეწოლა, რომ არ დათანხმებულიყო ისრაელთან რაიმე სერიოზულ მოლაპარაკებებზე, მათ შორის იმაზე, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმის ნაწილი მათ დარჩენოდათ და დაიწყეს ტერორისტული აქტივობა და აფეთქებები ხალხის ხოცვა ჟლეტა ისრაელში. და მეორე ინტიფადა საერთოდაც ანუ ეს მეორე აფეთქება და უმორჩილებლობა ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ არის წარმოებული უშუალოდ ჰამასის მიერ მაგრამ რატომ გავუსვი რომ ეს ახალია მეთქი შედარებით იმიტომ რომ ზოგადად ორგანიზაცია რომელიც ჰამას წინ უძღოდა იყო ძმები მუსლიმები ორგანიზაცია დაარსებული გახლავთ ეგვიპტეში იმამ ყუტბის მიერ და ყუტბი იყო ადამიანი რომელმაც თავად ნახა დასავლეთი თავად ნახა შეაბასა ისრაელი როგორ ფუნქციონირებდა და მან მისან დაისახა ამ ყოველგვარი ამ ღირებულებების მქონე ხალხების კულტურის განადგურება. ანუ მას სურდა რომ ისრაელი როგორც სახელმწიფო და დასავლური ცივილიზაცია როგორც წარმოდგენილობა მთლიანად ეს იქნებოდა ისრაელის სახით თუ ევროპული სახელმწიფოების თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთში უნდა გამქრალიყო. შესაბამისად ის რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს ანუ ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას აღარ ქვია ეს არის გენოციდურ ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ ეს დაწყებული არის ჯერ კიდევ პრაქტიკულად იმ პერიოდიდან როდესაც დაიძრა საერთოდ ისრაელის სახელმწიფოებრიობა რომ არსებულიყო ეს საკითხი დაიძრა ჯერ კიდევ 1910-იან წლებში ანუ 100 წელზე მეტი ხნის წინ როდესაც მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და დაგათხრის წესრიგში რომ როგორ უნდა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერია გავიდოდა და ერთ-ერთი ძალიან მარტივი ფორმულირება რაც ბრიტანელებმა შემოთავაზეს და ეს იყო ბალფურის დეკლარაცია აი ნორმალური ჩვეულებრივი რომ ყოფილიყო პალესტინაში შექმნილი მცირე ტერიტორიაზე ისრაელის სახელმწიფო და აი უკვე აი ამ კონცეფციას რომ შეიძლებოდა ისრაელს ქონოდა სახელმწიფო ებრაელებს ქონოდა სახელმწიფო დაიწყო ამის წინააღმდეგ გამოსვლა და ბრძოლა და დარაზმა არაბულმა და ისლამურმა ნაციონალიზმმა იმიტომ რომ ჩვენ რო ლაპარაკი გვაქვს არაბულ იდენტობაზე ეს მოდის რომ ეს არაბული იდენტობა არის არა მხოლოდ სეკულარული რომელიც დიდწილად 50-იან და 60-იან წლებში ჩაბარდა წარსულს და სხვათა შორის საინტერესოა რომ სეკულარული ნაციონალიზმი უფრო ძველია და ჩაბარდა წარსულს და დღეს ამოვიდა უფრო მეტად ისლამური ფუნდამენტალიზმი რომელიც მიზანს ისახავს რომ ისრაელი როგორც ასეთი აღარ უნდა არსებობდეს იმიტომ რომ ეს ტერიტორია უნდა იყოს გადაცემული ჯერ მარტო ასე თქვა არაბულ მოსახლეობას ამ ტერიტორიაზე და მეორე გამოთქვა რომ დინარიდან ზღვამდე ანუ ინგლისურად რო ჟღერს ხოლმე და ჩვენ ვისმენთ ამ გამოსვლებს from the river to the sea ეს პირდაპირ მოწოდება მდინარე იორდანიდან ხმელთაშუა ზღვამდე მოსუფთავდეს მთელი ტერიტორია ებრაული ხალხისაგან და აქ მოხდეს ეთნიკური წმენდა მინიმუმ გენოციდი ან გენოციდი რაც რეალურად გულისხმობს ამ ხალხის მოშორებას, დახოცვას ან გასახლებას, ხო? ამიტომაც როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს არაბულ ნაციონალიზმზე, უნდა გავიმეოროთ რომ არსებობს ერთი ებრაული სახელმწიფო და არის 22 არაბული სახელმწიფო. რომელთაც გაცხადებული მიზანი აქონდათ და წლების განმავლობაში ეს მიზანი არსებობდა და ხართუმის დეკლარაცია 1967 წელს ამას იმეორებდა არაბული სახელმწიფოების მხრიდან რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ მათ რომ ისრაელის სახელმწიფოს არაღიარება მომხდარიყო გაუქმებულიყო მასთან ნებისმიერი თანამშრომლობა და ყველა ვინც თანამშრომლობდა ისრაელთან ამის მაგალითი არის სადათი ეგვიპტის პრეზიდენტი უნდა მოეკლათ და ეგვიპტის პრეზიდენტი მათ მოკლეს ამიტომაც ის ძალადობები და ის აგრესიები რომელიც დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ეს არ მომხდარა ერთ დღეში და ეს თითქოს რომ აი ჰამასმა რაღაცა წინააღმდეგობა გასწია და ებრაელ ხალხს თავს დაესხა ეს არასწორი ფორმულირება თუ ჩვენ გვინდა და ორიენტირება გვინდა რომ აღვნიშნოთ უნდა ვთქვათ რომ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დღიდან მეორე დღესვე კონკრეტულად ხდება ისრაელზე თავდასხმა და თავდასხმის მიზანი არის ებრაელი ერის განადგურება მაგრამ დავამატებ იმასაც რომ 30-იან წლებში
მეორე მსოფლიო ომამდე, ჰოლოკოსტის სრულ მასშტაბად მოხდარამდეც კი მიდიოდა ამაზე დისკუსია, რომ აი რა უნდა ყოფილიყო აქ ისრაელის ეს თქვა ისრაელის ჩამოყალიბება, ან ებრაელი ხალხის ბედი და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო ხედვა იყო, აქ შეიკრიბა ცალკეული კომისია, გაერობამდე კობის კომისია, ჯერ იყო ფილის კომისია და გადაწყდა რომ მიეცათ ყველაზე დაჭაობებული, ყველაზე მალარიდ და სავსეა ტერიტორია ებრაელებისთვის გამოუსადეგარი და ებრაელი ხალხი ამას დათანხმდა. განსხვავებით არაბული მოსახლეობისგან, რომელთაც დაიწყეს შეტაკებები და რა თქმა უნდა, შეტაკებები იყო ორი მხრივია, რა თქმა უნდა, ისრაელსაც ჰქონდა გარკვეული ქმედებები, მათ შორის ჩვენ ვიცით არაბულად სიტყვა არსებობს ალ-ნაკბა, ანუ ტრაგედია, რა დროსაც ებრაულმა მოსახლეობამ განახორციელა თავდასხმები, მათ შორის ერთ-ერთი თავდასხმა განახორციელდა დერ იასინზე, ასეთი ქალაქი იყო იერუსალიმთან. ესენი ხდებოდა, ჯერ ბრიტანული მანდატის ქვეშ იყო, ჯერ ისრაელი არ არსებობდა მაშინ, ხო? და ამიტომაც აი ამ პროცესში, როდესაც ჩვენ გვინდა რომ მაგალითად ესე წარმოაჩინოთ რომ თითქოს განტევების ვაცი არის, აი მხოლოდ ჰამასში არის პრობლემა და მეტი არაფერში, ეს თვისებრივად არასწორია. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებობს ძალიან დიდი ხანი, ანტიებრაული, ანტისემიტურს არ ვიტყვი, ანტიებრაული პოლიტიკა. და სხვათა შორის საინტერესო არის ის, რომ ამ პოლიტიკის გამოვლინება არ ყოფილა მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა ისრაელში. ჩვენ გვახსოვს, რომ მიუხედავად ოლიმპიადაზე 70-იან წლებში ხდება თავდასხმა ებრაელ სპორტსმენებზე და მათი მოკლისწვდელობა, გაადგურების ცდელობა, ანუ ეს ტერორისტული აქტივობა ებრაულ ხალხებზე, ებრაელებზე მიმდინარეობდა მთელს მსოფლიოში, მათ შორის ეს იყო სამხრეთ ამერიკაში, ეს იყო ევროპის კონტინენტზე, გატაცებები თვითმფრინავებით ხდებოდა აფრიკაში, უგანდაში და უფრო შორეულ მხარეებში, ანუ ეს დაუნდობელი ანტიებრაული ქმედებამ გამოიწვია ისრაელის მხრიდან თავისი იმგვარი თავდაცვის პოლიტიკის შენარჩუნება, რაც გულისხმობდა 1-10-ზე პრინციპით. ანუ ეს იდეა გახლავთ ესეთი, რომ თუ კი ისრაელს წინააღმდეგ განახორციელებ ერთყურებელობას, ისრაელი იმასობს 10-ით რომ შეგაკაო შენ. და რა თქმა უნდა, ჩვენაც ბოლო ორ წელიწადში ჩვენ ნახეთ ღაზაში იყო ძალიან მძიმე. ამაზე ორი აზრიც არ არსებობს. გრევა, განადგურება, მაგრამ უამრავი სიცხლე მოისპო, ხო? აქ ვინახეთ რომ ჰამასთან ერთად მოხდა თამდევი გრევის უზარმაზარი მასშტაბი, ხო? Collateral damage რაც არის საერთაშორისო სამართალში, ხო? ეს ყველაფერი ჩვენ მიხილეთ, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი არის ღიად შეგვიძლია ვთქვათ ის აგრესორი მხარე, რომელმაც არა მხოლოდ ისრაელის მხარს წინააღმდეგ განახორციელა ქმედება, არამედ მე მინდა რომ ნებისმიერ ისრაელის კრიტიკოს მოუწოდო რომ ჩახედოს Amnesty International-ის კვლევას და ნახოს ბოლო 15 წელიწადი, უფრო მეტი 2006 წლიდან პრაქტიკულად ბოლო 19 წელიწადი რა მეთოდით მართავს ამასი ღაზას. ეს არ არის მშვიდობიანი მეთოდი, ის ყველას კლავს და მოკლა არის განა მარტო ხრეტენ რა. ტრაქტორებით კულიან ხოლმე, ტრაქტორებით კლავენ საკუთარ მოსახლეობას, ვინც იოდის ოდენა წინააღმდეგობას უწევს ხამას. ანუ ეს არ არის რაღაცა ძალა, რომელთაც თანამშრომლები მოელაპარაკებდა და ასე შემდეგ. ისრაელის მხრიდან იყო მცდელობა, აი მათ შორის ბოლო 2023 წელსაც კი მიმდინარეობდა ამის განხილვა, რომ აი ხომ არ დაეშვათ იმგვარი შეტყუდების მოხსნა ღაზას მოსახლეობისათვის, რომ ღაზა სექტორიდან გამოსულიყო მოსახლეობა და ემუშაოთ იქვე აშკელონში, აშდოდში, მომიჯნავ ებრაულ ქალაქებში რა და ესაქმებულიყვნენ ერთგვარ სხვადასხვა სამუშაოებზე, ფერმერებად, შეიძლება რაღაცა მომლველებად. ეს ღია საკითხი იყო და ამ ნებისმიერი მოლაპარაკების ჩაშლის მიზანი იყო ჰამასის მხრიდან თავდასხმების სერია და ვიმეორებ ეს არ იყო ჰამასის ხელწერის პირველი მაჩვენებელი. 90-იან წლებში, როდესაც იცხაკ რაბინი ისრაელში, სხვათა შორის ეს საინტერესოა, რომ ისრაელში იცხაკ რაბინი პრემიერ-მინისტრი ებრაელმა რადიკალებმა მოკლეს, არც იქ არ იყო მთლად ისეთი მომენტი, რომ მოდი მოვილაპარაკოთ, თუმცა იქ არსებობდა კონსენსუსი, რომ იცხაკ რაბინის კვლევა ცუდი იყო და არსებობდა კონსენსუსი, რომ მოლაპარაკება გაგრძელებული იყო პალესტინასთან, მაგრამ როგორც კი დაიწყო პალესტინის მხრიდან განსაკუთრებით კი პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციისაგან იასერ არაფატის ხელმძღვანელობით აი მოლაპარაკება სერიოზული პროცესები, იმავ წუთას ჰამასმა განახორციელა მასშტაბური მკვლელობების სერიები, ავტობუსის გაჩერებებზე კლავდნენ ხალხს, დანით დასდევდნენ უბრალო მოსახლეობას და რა თქმა უნდა ამ ჩაშალა პროცესები. რა თქმა უნდა და როდესაც იასერ არაფატმა საბოლოო ჯამში უარი თქვა მოლაპარაკებაზე, ჰამასი ტაშით შეხვდა. ამიტომაც როდესაც ჩვენ დონალდ ტრამპის მხრიდან ახლა ოდენობით მცდელობას თვალს რომ ერთგვარად მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას, მინდა ნათელი განმარტო ეს ძალიან მარტივად რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა არ არის მშვიდობა.
ეს არის მარტივად რო ვთქვათ, უბრალოდ დამდგარი ფაქტი, რომ ერთმანეთს მოწინააღმდეგე მხარები აღარ ესვრიან, მაგრამ ეს მშვიდობა მანამ ვერ იქნება გადამიღწეული, სანამ არ გადაწყდება თუ როგორ უნდა იყოს გეოგრაფიული პალესტინა. ერთი სახელმწიფო არაბული, ერთი სახელმწიფო ებრაული, თუ ორი სახელმწიფო, ანუ არაბული სახელმწიფო და ებრაული სახელმწიფო. მაგრამ ახლა მინდა გამოვეხმაურო, მე ძალიან საინტერესო ამბავია, რომ აი პალესტინის აღიარებას მინდა გამოვეხმაურო. და აი 20 წელს ქონდა, ხო? ერთგვარი კიდევ წინადადება, მაშინ ქონდა ტრამპის ადმინისტრაციას ესეთი პოლიტიკური ინიციატივა, რომ იერუსალიმში გადაიტანა თავისი საელჩო, აი მაშინ იყო თითქოს და ისეთი შეზღუდული სუვერენიტეტის ხედვა პალესტინის, მაგრამ ისევ ისრაელის დედაქალაქით, ანუ იერუსალიმის დედაქალაქით. მაგრამ ეს არ გამოვიდა. არ გამოვიდა, ახლა თავისთავად ხადია შენი ასე თქვა დისკუსიიდან და შენი ასე მოწოდებული ანალიზიდან ძალიან მკვეთრად იკითხება ის, რომ აი მეორე მხარე პრაქტიკულად შესაძლებლობას, რომ ანუ პარტნიორულად ან ისე განიხილოს სიტუაცია, რომ ორივე მხარე მისარგებლოს, ასეთ სცენარს არ განიხილავს. მოდი ვთქვათ, ჰამას სიტყვას რა ქვია? ჰამასი არ ქვია. ჰამას ქვია ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა და მათ უშუალო სიმბოლიკაზე გამოსახული არის მთელი დღევანდელი პალესტინის ტერიტორია, ანუ საუბარი მაქვს გეოგრაფიულ პალესტინაზე, ანუ ისრაელის ჩათვლით. მთელი ისრაელ-პალესტინის ტერიტორია გამოსახულია და ეს არის როგორც არაბული სახელმწიფო იმგვარად. ანუ ისინი ამბობენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა არსებობდეს ებრაული სახელმწიფო. და რას ნიშნავს ეს? ეს სულ როდესაც კითხვა შეიძლება ხოლმე, რას ნიშნავს ეს? ეს ღიად მოწოდება იმაზე, რომ ებრაული მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს, უნდა განადგურდეს. საერთოდ ამაზე არიან ხოლმე საუბარი და ამბობენ, რომ ეს ებრაული კოლონიზაცია რომ დაიწყო და ებრაულები ჩამოასახლეს. თუ ასე მიუდგებით საფრთხეს, მოდი დავწყოთ იმით, რომ ებრაული მოსახლეობა არ არის ერთგვაროვანი. ეს ებრაული მოსახლეობის ისტორიულად აღმოჩნდა არიან საფარიდები, რომლებიც ცხოვრობდნენ ესმაეთის ტერიტორიაზე და მეორე აფრიკის ტერიტორიაზე. ესენი არიან აშკენაზები, რომლებიც ევროპაში ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ესენი არიან მიზრაჰიდები. მიზრაჰიდული მოსახლეობა სულ ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობდა. მათ შორის პალესტინაში. არასოდეს არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ პალესტინაში ებრაელები არ ცხოვრობდნენ. ზუსტად, ანუ ებრაელთა დიდი ნაწილი დიახ კი რომის იმპერიის პერიოდიდან აყარეს და იძულები გადაასახლეს ევროპის ტერიტორიაზე და მკვიდრი მოსახლეობა ისინი იყვნენ იუდეასა და სამარიას ტერიტორიის, მაგრამ მოგვიანებით უნდა ვთქვათ, რომ მიზრაჰიდული მოსახლეობა არასდროს არ წასულა და ისინი დარჩნენ, ნაწილი დაბრუნდა იქ და საუკუნეებით ცხოვრობდნენ. ხო, არაბული მოსახლეობა მოსულია. არაბული მოსახლეობა არაბეთის ნახევარკუნძულიდან მოსული ხალხია. უნდა თუ კოლონიზაცია შენ ჩაყვები და იყო კოლონიზაცია, მაშინ ვთქვათ, რომ მაროკოში რომ არაბი ცხოვრობს, ტუნისში რომ არაბი ცხოვრობს, ეგვიპტეში ისინი მოსული ხალხია. მაშინ თუ ასე მივყვებით, ყველა საიდანღაც მოსული ხალხია. ხალხი ასე აფრიკიდან წამოვიდა, თუ ასე მივუძღები ჩვენ კოლონიზაციას, ხო? და ესე თუ ისტორიულ საფუძვლებს ჩაყვები, მაგრამ ისტორიული სამშობლოს ცნება, როგორც ასეთი ისრაელს აქვს და ყოველთვის ჰქონდა ამ ტერიტორიაზე. აი ცნობილი ამბავია, რომ არსებობდა მეორე იერუსალიმის ცნება, ეს იყო ვილნიუსი. ეს ხო ლიეტუვას დედაქალაქი, იმიტომ რომ იქ ცხოვრობდა 40%-მდე ებრაელი და არსებობდა ეს განცდა, რომ ვილნიუსი შეიძლება ყოფილიყო ებრაელი ხალხის ერთგვარი ცენტრი და დედაქალაქი, მაგრამ მარტი გამოთქმა, რომ მომდენო წელს ისინი უნდა შეხვედროდნენ იერუსალიმში, ეს ხო ის ისტორიული მახსოვრობა და ცნება, რომ ყოველთვის ებრაული ხალხი ცდილობდა დაბრუნებულიყო შინ და საინტერესოა, რომ საქართველო იყო ის ერთადერთი უშვიათესი გამონაკლისი, სადაც ებრაული მოსახლეობა, საქართველოში მცხოვრებ ებრაული მოსახლეობა სრულიად ინტეგრირებული იყო, სრულიად საქართველოში მშვიდად ცხოვრობდა, ვაჭრობდა, მოღვაწეობდა, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმული იყო და ეს საქართველოში ხალხამდელი პალესტინის და ამით უმეტეს ჰამასის მხარდაჭერა ცოტა უცნაურია, მით უფრო რომ ჰამასი ეს ორგანიზაცია, რომელიც 2008 წელს მათი ლიდერშიპის წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის ბრძოლაო ძალიან წააგავს ჩვენ ბრძოლასო და ისინი მხარს უჭერდნენ ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამიტომაც ჩვენი პერსპექტივას თუ ჩვენ შევაფასებთ, უნდა დავინახოთ, რომ ჰამასი და ჰამასისნაირი მოკავშირე ძალები არიან არა მხოლოდ პრო-ირანული ძალები, მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი სუნიტურია და ირანი შიიტური. ამასთანავე ისინი არიან პრორუსული ძალაც. და ეს არ არის ახალი მოვლენა, იმიტომ რომ როდესაც ხდებოდა ისრაელ-არაბული ომები და სერიები ხდებოდა ამის, საბჭოთა კავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა არაბულ სახელმწიფოებს, ებრძოლათ ისრაელის წინააღმდეგ. და ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, თუ ჩვენ საქართველოს სახელმწიფო დღეს როგორ აღვიქვამთ და როგორ უნდა აღვიქვამდეთ ამ რეგიონს. აქ ქართულ მოსახლეობას
არასდროს არ ქონია პრობლემა ისრაელთან მიმართებით და თუ ჩვენ შევაფასებთ მართლა ობიექტური მსაჯულები ვიქნებით ამ პროცესში, ობიექტურ მსაჯულობაში ის ტანჯვა და ის ურთულესი გზა რაც ებრაელმა ხალხმა განვლო, მათ შორის ეს იყო რა თქმა უნდა ევროპის კონტინენტზე გავლომად, რუსეთში გავლომად, საბჭოთა კავშირში გავლომად, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში ეს უმძიმესი ბრძოლა რაღაც დონეზე შეგვიძლია ჩვენ ბრძოლას შევადაროთ. საქართველოს ქართულ მოსახლეობაზე ესე ხან ერთი ხან ჩრდილოეთიდან შემოესწოდა მტერი, ხან სამხრეთიდან, ხან აღმოსავლეთით სულ გადარჩენაზე ბრძოლი იყო და შემთხვევითი არ არის საქართველოს რომ ადარებენ ხოლმე რომ აი ისრაელები ძლიერი უნდა იყოს და ისრაელი უნდა იბრძოლდეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევხედავთ იმ გეოგრაფიულ რეგიონს როგორც ისრაელი მყოფება და გარემოცვას როგორი ესე ვთქვათ პოტენციურად აგრესიულია დიდად ის არ განსხვავდება იმ გარემოსგან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რომელიც საქართველოს ცხოვრობს და საქართველოს იბსირთულებს, რომელსაც აწყდება, როგორც ისრაელი აწყდებოდა. აქ თუ ჩვენ იმაზე გვინდა საუბარი, რომ მაგერ ისრაელი ყველაფერში კარგად იქცეოდა და სულიად სუფთავობს აწარმოებდა და არაფერი სამხედრო და ესე დანაშაულები არ ყოფილა, რა თქმა უნდა ესე არ არის. ისრაელის მხრიდან წარმოებული ომი ბოლომდე სუფთა არ ყოფილა, მაგრამ რითი განსხვავდება ის ჰამასისაგან, რომ ჰამასის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ჰამასი ტაშის ხვდეთ და არაბულები მოსახლეობა ღაზა სექტორში ტაშით შეხვდა. ცნობილია, როდესაც ჩაიყვანეს ტყვეები, მათ შორის გაუპატვირებული, დასისხლიანებული ნაწამები, ტყვეები, რომლებიც მუსიკალურ ფესტივალზე ერთობოდნენ, ღაზა სექტორში ტაშით შეხვდნენ მათ. ეს მერამდენი შემთხვევა. ხო, და ისრაელში მკვლელობებს განადგურებას ტაშით არ ხვდებიან. ცნობილია ამბავია, რომ თელ-ავივში დემონსტრაციები იმართებოდა ამ ომის მიმდინარეობის პერიოდშიც კი და ამბობდნენ, რომ ომი უნდა წარმართული იყოს სუფთად. რომ ისრაელის არმია ჩადიოდა რაღაც გადაცდომებს ან დანაშაულებს გამოძიება უნდა ყოფილიყო და ამას გამოძიებებს ითხოვს ხალხი. ანუ ამით განსხვავდება ისრაელის სახელმწიფოს რა, ამიტომაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აი თითქოს ხშანდახან აყენებენ, რომ აიცი რა ეს ერთი და იგივე მდონე არის იგივე ძალა, ეს არასწორი შეფასებაა, ხო? მით უმეტეს ჩვენ კიდევ ერთი საკითხიც არის, მნიშვნელოვანი დეტალური საკითხი უნდა გავიაროთ, რომ ისრაელი არ არის რაღაცა მონოლითური აზროვნების მქონე ხალხი, რომ ყველა ამბობდეს, რომ არა, ჩვენ გვინდა ერთი სახელმწიფო, პალესტინელები აქ არ უნდა ცხოვრდეს, არა. ისრაელში არიან დიდი რაოდენობით, მით უმეტეს მემარცხენე პოლიტიკური ძალები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს, რომ იყოს ორი სახელმწიფო, იყოს ებრაული და არაბული სახელმწიფო და ამას მოლაპარაკებებზე ითხოვენ. და ამის მხარდაჭერა სოლიდურია ძალიან ისრაელში. ამიტომაც როგორც ასეთი რომ როგორც აი ებრაელი ხალხი მონოლითურად ყველანი არის ანტიპალესტინურად, ეს ტყუილი ამბავია და მეცაც გეტყვით მე თქვენ. რამდენი პალესტინელი ებრაელი იცით? ძალიან ცოტა, მაგრამ გეტყვით რომ 2 მილიონი ებრაელი არაბი არსებობს. ეს არის სხვაობა, რომ არაბები ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრობენ კარგად, 2 მილიონი სრულიად ღირსეულად, მეცაც გეტყვით. არმიაში, ისრაელის არმიაში, არაბები მსახურობენ, ქრისტიანი არაბებზე მაქვს განსაკუთრებით საუბარი. როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ არაბულ მოსახლეობაზე, იქ ნაწილი ქრისტიანია, ხო, ესეც უნდა აღვნიშნოთ და ქრისტიანი არაბები აქ მსახურობენ ძალიან ღირსეულად. ამიტომ სრულიად თუ შევაფასებთ ამ კონფლიქტს, აქ ჩვენ შავი და თეთრი მარტო ეს არ არის შავი და თეთრის ძიება რა. აქ არის ის მარტივი ობიექტურობა, რომ ერთ მხარეს დგას ტერორისტული ძალა, რომელიც არინდობს საკუთარ ხალხს, არინდობს არც მოწინააღმდეგეს, არინდობს არავის და მზად არის ტერორისტული აქტივობა განახორციელოს მთელს მსოფლიოში. უბრალოდ იმიტომ რომ ებრაელია მოკლას, ხოლო მეორე მხარეს გვაქვს ჩვენ სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი შეცდომები, რომელსაც აქვს გადაცდომები, რომელსაც აქვს თავისი სამხედრო და პოლიტიკური რაღაცა პრობლემები და მოსაგვარებელია, შიდა კონფლიქტები აქვს, მაგრამ არის სახელმწიფო, რომელიც აღიარებს იმ ადამიანის ბაზისურ უფლებებს, რომ ამ ტერიტორიაზე, ესე ვთქვათ, არსებობდეს ორი სახელმწიფო. და ეს შეჯამებისაც ერთსაც გეტყვით, რომ ხშირად მესმის ხოლმე ესეთი ამბავი, რომ აი ებრაული ახალჩენები რომ არის დასავლეთ სანაპიროზე, ეს არის პალესტინის ტერიტორია, რომელიც საომრულად შეიძლება სახელმწიფო ჩამოყალიბდეს აქ პალესტინა. და მაგ ახალმოსახლე ებრაელებიო დანაშაულებს ჩადიანო. გამოსაძიებელია. მაგაზე წაყრუება და მაგაზე თვალის დახუჭვა ასე ლაპარაკის ზედმეტია. მაგრამ ეს ადამიანების დანაშაულები, კონკრეტული ადამიანების ახალმოსახლე რამდენიმე ათეული ან თუნდაც ასეული ახალმოსახლის ჩადენილი დანაშაულის გამო ეს არ ნიშნავს რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა განადგურდეს. ან ისრაელის სახელმწიფოს ბრალეულობაა ეს. პირიქით, ეს მიანიშნებს იმაზე რომ თუ არსებობს დანაშაული, უნდა იყოს გამოძიება, უნდა იყოს ადეკვატური მიდგომა და ამაზე შეიძლება ხაზგასმა. და თან პლუს ის რომ ისრაელი მოწყვლადია ამ გამოძიებებისთვის. ანუ ის სისტემურად ორგანიზებულია, ის ცივილიზებული სამყაროს ნაწილია, ცენტრალური ნაწილი შეიძლება ასე ითქვას და მეორე მხარე აბსოლუტურად გასული ამ ინსტრუმენტალური მექანიზმიდან, რომ იქ რაიმე გამოიძიო, იქ ვინმეს მოთხოვო, რა ვიცი, შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, ადამიანურობა. ძალიან უცნაური კონფლიქტია ეს, იმიტომ რომ ამ კონფლიქტში ძალიან ბევრია მეტაფიზიკური რაღაცა მიზეზები და არგუმენტები. აი
რატომ არიან დაპირისპირებული ეს არაბული სამყარო, ისლამური სამყარო ისრაელთან, ეს ისტორია ისეთი კონკრეტული ისტორია არ არის, როგორც მაგათ რუსეთ-საქართველოს ომის შემთხვევაში, სადაც პირდაპირ დაზარალებული ყავს, პირდაპირ დასახიჩრებული ყავს, პირდაპირ მოკლულები ყავს, ოკუპაცია სახეზე გაქვს. არ ვიცი, სახლებზე გაიარა საზღვარმა, სახლებში, საძინებელში გაიარა საზღვარმა, ანუ ამ საოკუპაციო ხაზზე და ადამიანი რო დაეძინა საქართველოში, გაეღვეძა თურმე ნახევარი ფეხი გონია ცხინვალში. აი აქ ძალიან რთული გასარკვევია კი, მაგრამ რატომ არის მაგალითად ირანის და ისრაელის აი ესეთი ძალიან მოჭარბებული ემოციებით გადატვირთული მტრობა, მეტაფიზიკურია ეს. აი რაღაცა რელიგიურ მეტაფიზიკური ნარატივი, რელიგიურ მეტაფიზიკური მოტივები ჩვენ შემთხვევაში კი ყველაფერი ცხადია. და ახლა მინდა დაუბრუნდე ისევ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას. მინდა ტექნიკურად განუმარტო მაყურებლებს, რას თავაზობს ტრამპის ადმინისტრაცია. ეს წინადადება კონკრეტულად რა ინსტრუმენტალურ და შესაძლებელ მხარეებს შეიცავს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, ანუ პროგნოზირებადია, რომ შეიძლება განხორციელდეს, ან რას შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელიც ფრიად საეჭვოა, ერთგვარ რაღაცა wishful thinking-ის კატეგორიაში შეიძლება გავუყოლოთ და შეიძლება ასე არ შედგეს. აი, შენ როგორ ფიქრობ, არის ეს აი ამ კონფლიქტის დასასრული? ინსტრუმენტები არის ასეთი. პირველი, თუ კი მშვიდობა ხანგრძლივი დროით გაგრძელდება, ისრაელი თანდათან გამოვა ღაზა სექტორიდან. ბოლომდე არ გამოვა, ის ინარჩუნებს ბუფერულ ზონას გარკვეულწილად, რომელიც არსებობდა მანამდელი კედლებსა და ამ კედლებსა და სასახლე ზონას შორის და საუბარი არის ის, რომ ეს უნდა იყოს 3 პუნქტიანი უკან დახევის გზა. თუ კი მშვიდობაზე გვაქვს საუბარი, ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს პირველ რიგში ტყვეების გაცვლა, ანუ ძევლების გამოშვება, რაც მოხდა უკვე. ამასთან უნდა მოხდეს დაკავებული პალესტინელების, ანუ ჰამასის მხარდამჭერების გამოშვება ციხეებიდან, ასობით ადამიანზეა საუბარი სხვათა შორის. და უნდა მოხდეს მიცვალებულების გაცვლა, რაც გულისხმობს იმას, რომ დაღუპული, გატაცებული ებრაელების დაბრუნება უნდა მოხდეს შინ. ამ პროცესის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკების აღდგენა, ანუ ნდობის აღდგენა ერთგვარად მხარეებს შორის, რადგანაც ისრაელი ვიმეორებს 3 ჯერ უნდა დაიხიოს ისრაელმა უკან. ამის შემდეგ ჰამასი უნდა დაიშალოს. ჰამასი როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, ანუ სამხედრო ბლოკი უნდა შეწყვიტოს მან არსებობა, მაგრამ ეს არ მოხდება ერთ ღამეში, ეს უნდა იყოს გეგმის მიხედვით არის ასეთი, რომ უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული ადგილობრივი სამართალდამცავი და სამხედრო პოლიცია ღაზა სექტორში არაბების მხრიდან, რომლებიც გააკონტროლებს და პასუხისმგებელი იქნება ადგილობრივ უსაფრთხოებას. მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ აქ არ არის მარტო ჰამასი. ჰამასს ყავს მოწინააღმდეგეები ღაზა სექტორში. აქ არის ლოკალური გვარები და ლოკალური კლანები, რომელთა ნაწილს სურვილი აქვს, რომ ჩაგდოს ხელში ღაზა სექტორის კონტროლი და ის ებრძვის ჰამასს. გარდა ამისა არიან კიდე ძალები, რომლებიც თანამშრომლობდნენ ისრაელთან და შესაბამისად მათ წინააღმდეგ გამოსვლა ჰამასის მხრიდან არის გარანტირებული. აი ბოლო 48 საათში 10 ადამიანი დახვრიტეს ჰამასის წევრებმა ღაზა სექტორში, იმიტომ რომ მათ აბრალებდნენ ისრაელთან თანამშრომლობას. შესაბამისად აი ამ რეალობაში დაპირისპირება, შიდა დაპირისპირება ღაზა სექტორში პრაქტიკულად გარანტირებულია, იმიტომ რომ აი დღესაც კი შეტაკებები მიმდინარეობს ღაზაში, ოღონდ ჰამასსა და მის მოწინააღმდეგე არაბულ ძალებს შორის. ეს საკმაოდ კრიტიკული საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ ამას მაღალი ალბათობით ისრაელი გამოიყენებს თავის სასარგებლოდ, რათა წაახალისოს ეს კონფლიქტი და ამით პრაქტიკულად ჰამასი კიდევ უფრო მეტად დაასუსტოს. და საინტერესოა, რომ თუ კი აი ეს მაინც განხორციელდა, რომ მართლაც ჰამასმა გარკვეულწილად თავისი ბანერი ჩამოხსნა და სხვა სახე მოირგო და დაირქვა პალესტინის პოლიცია ან რაღაც მსგავსი რაღაც, ამის შემდეგ უკვე უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საბოლოო სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ჯერ ამასთანავე ინფრასტრუქტურის აღდგენას აქტიურად ღაზა სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების აქტიურ შესვლას, რომელიც ახლაც უნდა მიმდინარეობდეს და ამ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყვეტილი იყო გარკვეული დაძაბულობების გამო და შემდეგ უნდა მოხდეს უკვე სახელმწიფოებრიობად ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკება. ეს ყველაზე ბოლო ეტაპია, აქამდე მისვლა შეიძლება წლები დასჭირდეს, ან თუ საერთოდაც მივაყავთ აქამდე, მაგრამ პრობლემა ამ საკითხში არის ის, რომ მართლაც ნდობას მხარეებს შორის არ არსებობს, ხოლო ისრაელში პრობლემა არის ის, რომ აქ არსებობენ გარკვეული მემარჯვენე რადიკალური ძალები ისრაელში. Once წინააღმდეგებიან ჰამასთან რაიმე სერიოზულ მოლაპარაკებას და მეტიც ამბობენ, რომ ამ მოლაპარაკების მატარებელმა დრო უკვე ჩაიარა.
ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის მიმეორებ ისრაელი მონოლითური, იმიტომ რომ ისრაელში არსებობს სხვა ძალები, ასე რა მემარცხენე ძალები, რომლებიც მომენ რომ არა, მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ, გვინდა თუ არა ეს, მაგრამ რა თქმა უნდა გარანტია უნდა იყოს ისრაელის როგორც სახელმწიფოს აღიარება. იმ ჰამასი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას ან რებრენდინგის შემდეგ ვალდებულებას აიღებს რომ მართოს პალესტინა, მას უნდა კონდეს ვალდებულება ამასთანავე ისრაელთან მიმართებით, რომ ის მას აღიარებს სახელმწიფოდ. რომ ამის გარეშე ისრაელი არავითარ მოლაპარაკებას არ დაიწყებს. რომ ისრაელი რატო დაიწყებს მოლაპარაკებას იმ ძალასთან, რომელიც არ აპირებს ისრაელის აღიარებას და ამბობს, რომ ის რაც ისრაელია დღეს, ყველგან უნდა იყვნენ, ყველგან აბსოლუტურად უნდა იყვნენ არაბები. საინტერესო არის რამდენიმე დეტალური საკითხი. როგორი უნდა იყოს ღაზას კი არა და როგორი იყოს პალესტინის მთელი საზღვარი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ აქ ვაწყდებით ჩვენ რამდენიმე შრიან პრობლემას. მოდი პატარა პერიოდით უცებ გადავიდეთ პატარა წარსულში და ვთქვათ, რომ როდესაც დაიწყო პირველი ებრაულ-არაბული ომი 48 წელს, აქ პალესტინელები არ იბრძოდნენ. აქ ისრაელის წინააღმდეგ თავს დაესხა ისრაელს ეგვიპტე, იორდანია, სირია და გარკვეულწილად სამხედრო მოქმედებები ლოკალურად აწარმოა ლიბანმა. ეს ლიბანისგან არ იყო სრულმასშტაბიანი შეტევა. და საინტერესოა, რომ როდესაც ცეცხლი შეწყდა ცეცხლი მწვანე ზონაში, ამ მწვანე ზონაში, ეგრეთ წოდებული მწვანე ხაზზე შეწყდა ცეცხლი, ამ მწვანე ხაზზე უნდა შექმნილიყო რაღაც არაბული სახელმწიფო. და თავად არაბულმა სახელმწიფოებმა თქვეს უარი. რომ ამ მწვანე ხაზზე, რომელიც ემთხვევა ახლოს და არის დაახლოებით ღაზა სექტორსა და დასავლეთ ნაპირის თითქმის იდენტური საზღვრები, ამ მცირე სხვაობაა, უარი განაცხადეს და თავად ეგვიპტემ და იორდანიამ თქვა უარი, რომ დაეთმო ეს ტერიტორიები და შექმნილიყო არაბული პალესტინის სახელმწიფო. ამის შემდეგ, ანუ ეს არის პირველი კითხვა რა, აქ ამ საზღვარზე უნდა გაჩნდეს სახელმწიფო 48 წლის საზღვარზე. მეორე კითხვა არის, რომ ხوار უნდა იყოს 67 წლის საზღვარზე, როდესაც ისრაელმა განახორციელა პრევენციული დარტყმა და აღმოსავლეთ იერუსალიმი წაიღო და აქ კითხვა ჩდება, რომ აი ამ შემთხვევაში მაშინ არაბული სახელმწიფო თუ კი შეიქმნა, მაშინ დაკარგავს მთლიანად აღმოსავლეთ იერუსალიმს, რაც მათთვის მიუღებელია, მაგრამ ეს არის ის წინადადება, რაც ისრაელთან ხდება, რომ აი მოდი ამაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. განთან ხდება, რომ ამაზე უეჭველი გიღიარებ, მაგრამ აი ვილაპარაკოთ. არის სხვა წინადადებაც. ეს სხვა წინადადება არის უკიდურესად რადიკალური წინადადება, რომელიც ამბობს, რომ 48 წლამდე, აი ომის დაწყებამდე, რაც იყო გაეროს მიერ შემუშავებული გეგმა, რომ თანაბრად უნდა განაწილებულიყო ისრაელ-პალესტინას შორის ტერიტორია, სადაც რას გულისხმობს, რომ იგივე თელ-ავივ, იაფოს დიდი ნაწილიც კი არაბებს უნდა დარჩეთ, ამას ითხოვს ზოგიერთი არაბული ნაციონალისტი ან რელიგიური ფუნდამენტალისტი, რაც ეს სრულად სხვა რეალობა. ეს ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის ის გეგმა, რომელიც მანამ არსებობდა სანამ ისრაელის სახელმწიფო შეიქმნებოდა. ანუ ეს გეგმა უკვე დამთავრებული გეგმა, მან თავისი დრო მოჭამა, ეს საერთოდ აღარ არსებობს ამის სამართალმემკვიდრე ბრიტანეთის მანდატი. ბრიტანელები იყვნენ და ბრიტანული მანდატი, რომელსაც უნდა შეექმნეს, აღარ არსებობს უბრალოდ, რაზე გვაქვს საუბარი. და ამ ფონზე კიდევ არსებობს ყველაზე რადიკალური ჰამასისეულია და უკიდურეს რადიკალების იდეა, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა გაქრდეს საერთოდ ისრაელის სახელმწიფო და ყველგან არაბები უნდა ყვნენ რა. ამიტომაც აი რა საზღვარზეა საუბარი. და როდესაც ხდება ახლა პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოების, მე მოიკვირს რომ აი სულ კითხვა ჩდება ხოლმე და მეც ვკითხავს რომ აი რა საზღვრებში აღიარებენ. იმიტომ რომ უყურეთ სახელმწიფოს რომ ამბობთ რომ სახელმწიფოს აღიარებ, უნდა არსებობდეს რამდენიმე მომენტი. და რა, მოდი ჩამოთვალოთ. პირველი, უნდა ყავდეს მას ოფიციალური მთავრობა. აკავს. ან ერთგან ჰამასი ზის ღაზა სექტორში, მეორეგან პალესტინის დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ამ გეგმის მიხედვით რაღაცა ძალიან ისეთი პაციფისტური, იდეალისტური ხედვა არის, რომ რაღაცა ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას რაღაცა მშვიდობიანი იდეოლოგიის ერთგვარი ექსპერტებისგან, არ ვიცი, და არა ჰამასი, არა რადიკალური ისლამის წარსულით, ერთგვარი რაღაცა საღი აზრის ადამიანების გამოძებნით, რომლებსაც მისცემენ აი ამ ძალაუფლების პორტფელს და ის მართავს შემდეგ პალესტინას. აი ეს ხალხი ვინ არის, ვინ უნდა მისცეს მერე ლეგიტიმაცია, ანუ კაი დაუშვათ ცივილიზირებული სამყარო აძლევს ლეგიტიმაციას, მაგრამ იმ ხალხმა მერე პალესტინელები უნდა მართოს. ის ხალხი როგორ მისცემს მერე ამათ ლეგიტიმაციას, ანუ ესეთი საღი აზრით სამწუხაროდ ხალხი არ იმართება, რომ აი კვალიფიკაციის გამო მოდი
ეს იყოს ჩვენი მმართველი სწორი შენიშვნა მეცას გავაგზავნებდი ამას საუბარს და მე დაუბრუნდები სახელმწიფოს ნიშნებზე მაგრამ თქვენაც აღნიშნეთ და იქ ამაში ავსებდი იმით რომ ბავშვობიდან მიმდინარეობს ღაზა სექტორში ადამიანების არაბული მოსახლეობის პრაქტიკულად ინდოქტრინაცია და მოწამულა ის რომ ებრაელი არის სწორედაც მტერი მათი გაგებით და ებრაელებს რო განდევნონო მაგას ამობენ ანუ ეს ბავშვობიდან ბაღიდან მიმდინარეობს ამაზე მომზადება და ებრაელებისადმი ზიზღი რომელიც გამჯდარია ამ მოსახლეობაში მოდი აღვნიშნოთ რა, უკვე გასული არის 19 წელიწადი, პრაქტიკულად 19 წლის განმავლობაში აღიზარდა თაობები, რომელიც ამ ზიზღზეა დაფუძნებული, მამამდეც არაკლად, მაგრამ აგებულია ამ ზიზღზე და ძალიან რთულია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აქ მოსახლეობა შენიპოვი, რომლებიც თავისთავად უცებ ჰამას ერთ ღამეს ჩანასვლებენ და მოლენ. კი ბატონო, თუ ჩანასვლებენ, ეგ მხოლოდ კარგი იდეაა. აი ხო მეორე ვარიანტი, რომ აი რამალაში რომ ზის მეორე ხელისუფლება, ხო, რომელიც დასავლეთ ნაპირზე არის, აი რამალასთვის გადაეცათ კონტროლი, მაგრამ შეგახსენებთ იმას, რომ რამალაში ან პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაცია, მეორე ორგანიზაცია, რომელიც რამალაში ზის და მეტნაკლებად თანამშრომლობს ისრაელთან, თანამშრომლობს და ურთიერთობს ყოველ შემთხვევაში ისრაელთან, მათი განდევნა მოხდა ღაზა სექტორიდან სწორედაც ჰამასის მიერ. ეგ ხალხი დახოცეს. ანუ მათი წარმომადგენლები დახოცეს და როგორ უნდა დააბრუნო ისინი უკან? ჰამასში ისრაელმა უნდა მოახდინოს მთელი რეგიონი, მთელი ტერიტორიის ოკუპაცია და ძალით დასვას. და ეგრე თუ ძალით დასვამს, ეგრე ძალით დასმული მთავრობები როგორც წესი არ მუშაობს. არა ანუ ვაიმარის რესპუბლიკა რომ რესპუბლიკაა იყო რომელიც მაინც გერმანულ ენოვანი ასე თქვათ კვალიფიციური კონკრეტული ადამიანებისგან შედგებოდა იმ ფაქტის გამო რომ ომი წავაგე ჩვენ და ეს მაინც მოკავშირეების მიერ შემოთავაზებული მთავრობა ვერ სარგებლობდა ვერავითარი ლეგიტიმაციით და კი ვნახეთ მე როგორც დასრულა მოიყვანეს ნაციონალ-სოციალისტები ანუ გერმანული მაგალითიც, ევროპული მაგალითიც რო აღვთ, ყველაზე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფით დასრულა. და ახლა ჩვენ აი აქ განა სახელმწიფოებრივი ისტორიის და კულტურის საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, რომელსაც რო გამოაცალო ცივილიზირებული სამყარო არიან შუა საუკუნეებში. აი იქ როგორ ხო და მე მაგას გავაგზავნოთ მოდი სახელმწიფოს ნიშნებზე საუბარი როგორც ვთქვით პირველი ნიშანი სახელმწიფოს არის ერთი მთავრობის არსებობა და ეს მთავრობა არ არსებობს როგორც აღნიშნეთ მეორე ნიშანი არის დადგენილი საზღვრების არსებობა დადგენილი საზღვრები არ არსებობს ეს მეორე პრობლემაა მესამე არის პერმანენტული მკვიდრი მოსახლეობა რომელიც არ ყავს აქ მოსახლეობა მიგრირებს პერიოდულად ხო ჩვენ იქვე როცა ვსაუბრობთ პალესტინელ მოსახლეობაზე სანამ მეოთხე კომპონენტზე აღნიშნავდით რაც არის პალესტინური მოსახლეობა წლების განმავლობაში ისინი მიგრირებდნენ ზოგიერთი მათგანი ლიბანში მიგრირა და სამოქალაქო ომი დაიწყეს ხო და შორის ამბობში მოძლიებდნენ. იორდანიაში იყვნენ და ჰაშემიტების ხელისუფლების დამხობა სცადეს. კუვეითში იყვნენ და სადამ ჰუსეინს დაუჭირეს მხარი. ანუ პრობლემური მოსახლეობაა და ამიტომ მიგრირებენ ეგვიპტელებსაც მათთან სინაის ნახევარკუნძულზე შევიდნენ და იქ ძველ მუსლიმებს და რადიკალებს დაუჭირეს მხარი. ამიტომაც ყველა ცდილობს იფრთხილოს მასთან ურთიერთობა და ეს მოსახლეობა არ არის მყარად მკვიდრი აქ რო თქვა რა პალესტინელები მკვიდრობენ სულ და არ მიგრირებენ ეს ხმოდ ისეთი ისტორია ბოლო 70 წელიწადზე გვაქვს ჩვენ საუბარი რაც მოხდა პალესტინურ მოსახლეობაში და აქ მკვიდრი მოსახლეობის არარსებობა არ ამკვიდრ საზღვრებში და არ ამყარ საზღვრებში პრობლემურია და მეოთხე კომპონენტი ის უნდა იყოს საერთაშორისო აღიარება გულისხმობს სუვერენიტეტის აღიარებას სუვერენიტეტი რომ აღიარო გჭირდება მთავრობა ტერიტორია მთავრობა ტერიტორია არ არსებობს. ამიტომაც ეს აღიარება, რასაც ჩვენ ვაპარაკობთ, ეს მეოთხე კომპონენტი უბრალოდ ხელმოწერა არ არის, რომ აღიარო. მე მესმის, რატომ გააკეთეს ევროპელებმა, იგივე კანადამ, რატო გააკეთა ეს ნაბიჯი, რომ აღიარა პალესტინა, ეს ერთგვარი მცდელობა, პრევენციული მცდელობა, რომ ისრაელს არ ეფიქრა აქ რაღაცა პოტენციური ანექსია, პოტენციური ახალი ახალშენების გაკეთება ღაზა სექტორში. ხოდაშორის ეგეთ ჩარტვა გავაკეთოთ და არ დაგვაუწყდეს რომ ღაზა სექტორში არსებობდა ებრაული ახალშენები და ისრაელმა განახორციელა მათი ევაკუაცია თავად გამოიყვანა ეს ხალხი აიძულა რომ გამოიყვანა ეს ხალხი და ეს პატარა საკითხი არ არის თუ ებრაელებს როს დომოდა ღაზა სექტორში ებრაელებს დატოვებდნენ კიდეს ჯარსაც მიიყვანდნენ და იქ იქნებოდნენ სულ ამიტომ ეს დეტალები მნიშვნელოვანი დეტალებია ეს პატარა ამბავი არა და საბოლოო ჯამში თქვენ თუ შევაჯამებთ ამ კონფლიქტის ეს თქვა საომავლობას მთელი პრობლემა აქ გახლავთ, რა თქმა უნდა, უკიდურესი რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველანაირი მოლაპარაკება ჩაშალონ. აქ ჩვენ რაციონალურ პრაგმატიზმზე ლაპარაკის ედმეტი, აქ ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული ის განცდა, რომ მოდი დავსხდეთ და ერთმანეთს ველაპარაკოთ. ანუ ლაპარაკის პრობლემა. ხო, აი ევროპულ და ამერიკულ ქალაქებში არა, გამოსვლები და დემონსტრაციები, ეგ თვისებრივად ერთმანეთს უფრო მეტად ამწერებს საზოგადოებას. და რაზმავს ერთმანეთის ზიზღის წინააღმდეგ, მან მოლაპარაკების საფუძველი იქნება. მე იდეალისტია ამ შემთხვევაში არა ვარ, მე მესმის რომ აქ რაღაცები ძალის ნიადაგზე წყდება და ასე შემდეგ, მაგრამ თუ კი შენ დარაზმავ მშვიდობიან მოსახლეობას და ერთმანეთში კიდევ უფრო მეტ ზიზღს დათესავ
აქ მშვიდობას შანსი კიდევ უფრო ნაკლები ექნება. აქ ვიმეორებ შეიძლება ელაპარაკო შენ გამოძიებებზე, ელაპარაკო დანაშაულებზე, ელაპარაკო ჰამასის დანაშაულებზეც ასევე, მაგრამ ერთის მხრივ შენ ებრძოდე ისრაელს და მეორე მხრივ გამოფინო შენ ჰამასის დროშა და ამბობდე რომ ჰამასი მშვიდობაო და ასე შემთხვევით სასაცილოა და მით უმეტეს ცოტა ჩემთვის უცნაურად ღიმილის მომგვრელია და მე მეცინება ხოლმე რომ ის მემარცხენე დაჯგუფებები ემხრობიან ჰამას რომელთა იდეებიც რომ ღაზა სექტორში განახორციელო თავს მოგაჭრის ჰამასის წარმომადგენელი. ესენი ეს მემარცხენე ტიპები რომლებიც ზოგიერთი მათგანი რელიგიური უმცირესობის, ზოგიერთი მათგანი სექსუალური უმცირესობის, ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა სახის უმცირესობის წარმომადგენელია, ჰამასი მათ არ დაინდობს. ისრაელისგან განსხვავებით. ამიტომაც აქ ერთგვარი ეს რაღაც სუიციდური მხარდაჭერაა თითქოს ჰამასისადმი, ხო? იმიტომ რომ ჰამასი არ არის ძალა, რომელიც რაღაცას შეეგუება და რაღაცას იტყვის, რომ აი კი კარგი ადამიანებთან ახმარ მოვილაპარაკო და ასე შემდეგ. ამიტომაც ახლა ჩვენ ამ კონფლიქტიდან რისი გამოძერწვა შეგვიძლია ლოკალურად და საერთაშორისოზე მე შეგვიძლია ვილაპარაკოთ თურქეთის როლი და ასე შემდეგ, მაგრამ რაც შეიძლება გამოძერწოთ და თქვათ, რომ ამ კონფლიქტს რაც უფრო მეტი რადიკალი ეყოლება ნებისმიერი მხრიდან, მით ნაკლები შანსი იქნება გადაწყვეტის და მით უფრო მეტად დავა იგივე სამხედრო კონფლიქტამდე ამ კონფლიქტის გადაჭრა. ანუ ამ მოცემულობით ტრამპის ადმინისტრაციის ეს ძალისხმევა, ну რა თქმა უნდა, ცივილიზირებულმა სამყარომ რაღაცა კონკრეტული წინადადება უნდა შესთავაზოს აი კონფლიქტის მონაწილე მხარებს. ეს ძალისხმევა რა თქმა უნდა დასაფასებელი არის ისეთი კომპონენტები, რომელშიც თითქოს და სასურველი, ასე ვთქვათ, რეალობა შეიძლება მივიღოთ, აი რაღაცა ისეთი კომპონენტები, რომ ორივე მხარეს რაღაცის დათმობა უწევს. ანუ მარტო ერთი მხარეს არა, ორივე მხარეს რაღაცის დათმობა უწევს. ეს რაციო მისასალმებელია. მაგრამ ამ რაციოსთან, როცა კონტექსტი აქვს კიდე ტრამპის ადმინისტრაციის რაღაცა ძალიან აბსურდული კონტექსტი, ანუ მას ღაზის სექტორთანაც ჰქონდა რაღაცა ისეთი სულელური განცხადება გაკეთებული, რომ აქ ტურისტული ზონა უნდა მოვაწყოთ თუ რაღაცა ისეთი. და პლუს ეს რაღაცა მისი აბსოლუტურად არაჯანსაღი შიმშილი ნობელის პრემიის მიღების, რომელიც თვითმიზანია და არა კონკრეტული ამოცანის მიღწევა, რომელიც თითქოს და აი როგორც გამოცდაზე ნიშანი უნდა მიიღო, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, იცი თუ არის, მთავარია იქ ჩაიწეროს ის სასურველი ნიშანი, შენ თავს მოატყუო და მოაწყუო სისტემას. აი ამდაგვარი ჩემი აზრით არაჯანსაღი ამბიცია აქვს, რომ თითქოს და აი ეს კომისიის კონკრეტულ სეზონს, კონკრეტულ წელს მოატყუოს, რაღაცა გამოვიდა და მეორე წელს რო არ გამოვა, ნუ რა ვქნათ. და აი ეს აი ამ ძალისხმევას შენ როგორ აფასებ? რამდენად არის ტრამპი გულწრფელი ამ თანმიმდევრობაში? რამდენად არის მისი ინსტრუმენტები ნამდვილად ისეთი, რომელზეც შეიძლება გრძელვადიანი პოლიტიკის აშენება. კარგი, ამ ადმინისტრაციას ეს არ გამოუვიდა, მაგრამ იქნება საფეხურია შემდეგი ადმინისტრაციის ან შემდეგი პოლიტიკის. თუ ეს არის ისევ ეს რაღაცა ტრამპის სპონტანურობა. დონალდ ტრამპს აქვს ძალიან სწორად აღნიშნეთ, ეს არის პერსონალური სურვილი გახდეს დიდებული პოლიტიკოსი. ხო და ეს დიდებაზე ორიენტირებული. ესეთი პოლიტიკოსები სულ არიან. ეს არ არის დონალდ ტრამპი ერთადერთი. ამდენი პოლიტიკოსიც გინდა იმდენი იყო ასეთი. მაგრამ საინტერესო არის ის, რომ დონალდ ტრამპის ეს რაღაც პერსონალური პოლიტიკა ცოტა ბულინგზეცაა დამოკიდებული. ის ცდილობს რომ რაღაც ზეწოლა მოახდინოს ბულინგი, დაშინება და ასე შემდეგ, რაც ზოგჯერ მუშაობს. აი ამ საკითხზე იმუშავა რა, იმიტომ რომ ის ისრაელს ღიად უთხრა და ჰამასაც ღიად უთხრა, რომ ან მოგვარდებით ან არა და ორივეს პრობლემები შეგიქმნით. არავის არ უნდა ეხლა ამერიკის მხრიდან პრობლემი შექმნა, არც ისრაელს არ უნდა და არც ჰამასს არ უნდა პრობლემი შექმნა. მით უმეტეს რომ აგერ კატარში გაქცეული ჰამასის წევრებზე, როდესაც იერიში მიიტანა ისრაელმა, მას ძალიან წვავე იყო ამერიკის მხრიდან ამაზე რეაქცია და ბოდიშიც მოახდევინა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს. ანუ ეს უკვე მის ინდიკატორია, რომ ტრამპი პერსონალურად უყურებს პოლიტიკას, მაგრამ რეალური სამშვიდობო გეგმა, რომელიც მას შეიძლება შესთავაზოს, თუ არ იყო დაყრდნობილი დაახლოებით იმავე სამშვიდობო გეგმაზე, რაც ჰქონდა ბილ კლინტონს 90-იან წლებში, თითქმის შეუძლებელია რამე გამოვიდეს, იმიტომ რომ ბილ კლინტონის გეგმა ხო როგორი იყო, ის იყო რომ ესე იგი ჯერ იყო დაყოფილი ABC ზონად, ტერიტორიული კონტროლი ABC ზონად. ერთი ზონა იქნებოდა ესე ვთქვათ ისრაელის ტერიტორია, ისრაელის ადმინისტრაციის მხრიდან სრული კონტროლი, მეორე ზონა იქნებოდა შერეული კონტროლი და მესამე იქნებოდა მთლიანობრივი კონტროლი, კონტროლებით, რა თქმა უნდა, პოლიციურ კონტროლზე მაქვს საუბარი. და საინტერესოა, რომ ამის შემდეგ უნდა მოხდარიყო ნდობის აღდგენა და უკვე მოგვიარებთ და მოხდარიყო პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება და აღმოსავლეთ იერუსალიმის ნაწილზე გადაცემა. აი დღესაც ერთ-ერთი საინტერესო
საინტერესო საკითხი არის სწორედაც ეს აღმოსავლეთ იერუსალიმის საკითხი, მათ შორის პირველ რიგში არის საუბარი ალ-აქსას, ესე ვთქვათ, ის რელიგიურ კომპლექსზე, სადაც მეჩეთები მდებარეობს და ასე შემდეგ და ეს არის ალბათ საკვანძო საკითხი. თუ ეს კვლავ დაბრუნდა დღის წესრიგში და მოხდა მართლაც აღმოსავლეთ იერუსალიმის თუნდაც წმინდა ძეგლების გადაცემა, ეს უკვე ალბათ კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული 2020 წლის გეგმა მსგავს რამეს არ ითვალისწინებდა. ის იყო ერთგვარი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება ყოველგვარი არსებული საზღვრებთან მიახლოების გარეშეც კი, რაც კი ადმინისტრაციული საზღვარების მიახლოებაც კი არ უნდა ყოფილიყო და პრობლემა გახლავთ ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აიძულებდა ამ გეგმით ეღიარებინა პალესტინას ებრაული ახალშენების ლეგიტიმაცია და დაეთმო ისინი სამუდამოდ, რაც რა თქმა უნდა ეს არ მოხდება. ეს ებრაული ახალშენები ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც 60-იან და 70-იან და ზოგი 80-იან წლებიდან არსებობს, ხო? ძალიან დიდი პრობლემაა ამის გაკეთება. ამიტომაც შემდგომი მოლაპარაკებები ინსტრუმენტულად მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს ძალიან ხისტი და მკაცრი პოლიტიკა ისრაელის მხრიდან, მათ შორის საკუთარ მოსახლეობის დარწმუნებასთან მიმართებით, რომ უნდა შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო და მეორე მხრივ უნდა იყოს ძლიერი ადმინისტრაცია პალესტინაში, რომელიც წარმართავს პალესტინელი ხალხის სახელით მოლაპარაკებას. იმიტომ რომ წარმართოს იგივე მეორე PLA, ანუ პალესტინის გამათავისუფლებელმა ორგანიზაციამ მოლაპარაკება, უბრალოდ არ აღიარებენ ამ მოლაპარაკების შედეგს ჰამასის წევრები და კვლავ გაგრძელდება იგივე კონფლიქტი. ამიტომაც აქ ჯერ პირველი საფეხური არის მთავრობის, საერთო მთავრობის შეთანხმება ჰამასისა და პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციის მხრიდან, შემდეგ მოლაპარაკებების წარმოება უკვე ისრაელთან მიმართებით და ისრაელშიც რა თქმა უნდა ეს მემარჯვენე რადიკალური ძალები, რომლებიც ამბობენ რომ არა პალესტინას არ შევეგუებით, მათიც გარკვეულწილად გვერდზე გადაჭოშება უნდა მოხდეს და იქაც უნდა წამოვიდეს ცოტა ის ცენტრისტული ძალები, რომლებიც დათანხმდებიან მოლაპარაკებებს და შემდგომ იქნება პროცესზე საუბარი, რეალისტურ პროცესზე საუბარი, რომელიც ჯერ იმდენად ადრეა ამაზე საუბარი, რომ ჯერ სიტუაცია იმაზეც კი არაა გადაწყვეტილი თუ რა უნდა მოხდეს ღაზას სექტორში. ანუ ღაზას სექტორს დატოვებს თუ არა ისრაელი საერთოდ და ამ სამშრიან დატოვებას განახორციელებს თუ არა. უბრალოდ ამის თქმა მინდა რომ ბილ კლინტონის გეგმა იყო ყველაზე მიახლოებული შანსი. გეგმა არც იყო მოლაპარაკების პროცესში, იყო უბრალოდ დაზრული იდეები რა. და ჯერ კიდე რაც ბილ კლინტონმა თქვა თუ ის კვლავ დაბრუნდა მოლაპარაკების მაგიდაზე, მაშინ მას ექნება შანსი, მაგრამ ახლანდელი ინსტრუმენტები, რომელიც არსებობს, ეს არის უკიდურესად ლიმიტირებული და უფრო არის ისრაელის იძულება გარკვეულ და ისრაელის წინააღმდეგ მუქარარო რაღაცა ჰამასის წინააღმდეგ არ განახორციელოს ქმედებები, ვიდრე სხვაგვარი რა. და სხვათა შორის ის უნდა აღნიშნოთ, რომ წმინდა პროპაგანდისტული თვალსაზრისით ისრაელმა ეს ომი წააგო. ეს უნდა აღნიშნოთ, იმიტომ რომ ისრაელმა წმინდა საინფორმაციო კამპანია ვერ აწარმოა, ესე თქვა წარმატებულად და მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სოფლიოს მოსახლეობაზე მაქვს საუბარი, რომელიც ვერ პოულობს სად არის პალესტინის გეოგრაფიული არეალი, დარწმუნდა იმაში, რომ ეს კონფლიქტი წაიწყო ისრაელმა, ესე დაიჯერეს და ის რომ თითქოს ისრაელმა დაიწყო ამ ხალხის ხოცვა შლეტა და თითქოს რომ ღაზა სექტორი იყო ღია ცის ქვეშ გამოკეტილი ციხე. რაც ესე არ არის, იმიტომ რომ ცნობილი ამბავია, რომ გასასვლელი მას ეგვიპტეზე ჰქონდა, პლუს სანაოსნო გასასვლელი ჰქონდა სხვიდან ეგვიპტესთან მიმართებით და თავად ეგვიპტელები კეტავდნენ ამ გასასვლელს, იმიტომ რომ ეგვიპტელებს არ უნდათ პალესტინელების გადასვლა ამ ტერიტორიაზე, ხო? ამიტომაც ეს რაღაც საინფორმაციო კამპანია, რომელიც ძალიან ორგანიზებულად წარიმართა და სხვათა შორის ძალიან უცნაური არის, რომ მართლაც ესე ამ ხელა კონფლიქტის ისტორიაში აი ამ ბოლო ეტაპს მიექცა ასე დიდი ყურადღება, მაგრამ ისე განხორციელდა, რომ საზოგადოების ნაწილმა მით უმეტეს დასავლეთში დაიჯერა თითქოს ისრაელმა ეს კონფლიქტი რაღაც თითქოს თავისი ბრალეულობით წარადგინა, რაც ვიმეორებ, ეს ესე არ არის. ახლა ისრაელს აქვს ძალიან დიდი სამუშაო. იმაზე რომ ეს დაზიანებული მისი ბრენდი, დაზიანებული მისი პოზიციები აღადგინოს, ძალიან გაუჭირდება მას ეს პოზიციების აღდგენა, მაგრამ ხანგრძლივი დროით თუ ვილაპარაკებთ ჩვენ ამ კონფლიქტზე, საზოგადოება სულ რომ მოწყდეს ამ კონფლიქტს და უბრალოდ ცოტა ხანი მიჩუმადდეს ეს კონფლიქტი, შემდგომი კონფლიქტი რო განახლდება, დაიწყება ახლა ისევ იმ შემდგომ კონფლიქტიდან, იმიტომ რომ ვიმეორებ ამ კონფლიქტს იმდა დიდი ისტორია აქვს, რომ სხვა შორის დონალდ ტრამპმა თქვა ეს სწორი სიტყვები, რომ იმდენი ხანია მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ებრძვიან, რომ დაავიწყდათ როგორი იყო ამ კონფლიქტის დასაწყისი. მართლაც ესეა, რომ ხარებს უკვე ავიწყდებათ რა ხდება იმის უკან რა. და სხვა შორის ხავსელებული ამბავია და სხვა შორის რაც შეგვიძლია შეჯამებისას თქვა არის ის, რომ ახლა ძალიან დიდი წონა აქვს არა მხოლოდ თურქეთს, უკაცრავად არ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ თურქეთსაც. ხო ეს მისი პოზიცია და მისი
პოლიტიკა მხედვა აი ამ ძალიან გაძლიერდა 15 წლის თურქეთის რეგიონში იყო ძალიან სუსტი ახლა აღმოსავლეთშიც ევროპაშიც მაგრამ და შავ ზღვის აუზშიც დღეს თურქეთის ამერიკაში არ იყო თითქმის შეიძლება ასე დღეს თურქეთის რეგიონში ახლა აღმოსავლეთ იქნება შავ ზღვის აუზი სამხრეთ კავკასია ბალკანეთი არის შეგვიძლია თქვა მთავარი თუ არა ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური ძალა და ირან-ისრაელის ომის შემდეგ ირანი ისე დასუსტდა და ისე გამოეთიშა პრაქტიკულად ამ ისრაელის წინააღმდეგ რაღაც შეკავებასა და ბრძოლასა და აგრესიას რომ ახლა თურქეთი გახდა მთავარი დომინანტური ძალა ანუ ის ოსმალური მემკვიდრეობა თითქოს თურქეთმა ახლა აღიდგინა და თურქეთი თუ რამეს ამბობს ახლა აღმოსავლეთში მისი წონა არის ბევრად დიდი და ბევრად დიდი არა მხოლოდ არაბების ან თურქული ხალხების თვალში არამედ დასავლეთის თვალში დასავლეთი პირველი შეკითხება თურქეთს თუ რას ფიქრობს კონფლიქტებზე ახლო აღმოსავლეთში და შემდეგ იწყებს მასზე მოლაპარაკებას ანუ თურქეთის გავლით თურქეთის წონა დღეს გაზარდა იმანაც რომ თურქეთს აქვს ეს გარკვეული თანმიმდევრობა. ოღონდ ეს თანმიმდევრობა არ არის რადიკალური, რომ აი ისრაელი უნდა გაქრეს რუკიდან და ასე შემდეგ. ეს თანმიმდევრობა არის ძალიან ისეთი ცივ პრაგმატიზმზე დაყრდნობილი, რომ თურქეთს უსს თავკუთარი რეპუტაციის ზრდა და ის ამბობს, რომ ისრაელი უნდა შეკავდეს და ისრაელის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. რაღაც ცოტა უფრო ფუთავს და ცოტა უფრო წარმოაჩენს ისე, რომ ეს არის პრაგმატული მოთხოვნები მისი მხრიდან და არა ირანისეული სიგიჟეები, რომელმაც თეირანთან ახლოს საათი დადგეს. რომელიც ითვლიდა დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო განადგურდებოდა, სანამ ისრაელის სახელმწიფო განადგურდებოდა, ხო? ანუ მსგავს რამეს არ აკეთებს თურქეთი. თურქეთი უფრო დამჟერად, უფრო ცივად, უფრო პრაგმატულად, უფრო ადეკვატურ ძალად ჩანს ზოგადად ამ რეგიონში ჩანს და არის კიდეც პრინციპში, ხო? ამიტომაც ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ამ პერიოდში ისრაელის საინფორმაციო კამპანიის წაგების ფონზე თურქეთის ძალა ძალიან გაზრდილია და თურქეთი ალბათ საომავლოდაც მით უმეტეს რომ სირიაში მან გაიმარჯვა სამოქალაქო ომში თურქეთმა გაიმარჯვა სამოქალაქო ომში სირიაში ფაქტია ეს არის შემდგომ ექნება მას ძალიან დიდი პოზიციები ამ და სხვა კონფლიქტებთან მიმართებით და გადმოვიდეთ ახლა მნიშვნელობით მეორე და ჩემთვის პირველ კონფლიქტზე ეს არის უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩემი დაკვირვებით ტრამპის ადმინისტრაცია ბევრად უფრო თანმიმდევრული და ეფექტური არის ისრაელის კონფლიქტთან მიმართებაში, იმიტომ რომ აქ ალბათ თავად ტრამპის დამოკიდებულებაც ბევრად უფრო ცალსახად და კონკრეტულად ხედავს. ანუ კონფლიქტის მონაწილე მხარეების მტკვარ მართალს, ეს ჩემი პირადი განცდაა. გავბედავ და ვივარაუდებ რომ ტრამპს აქვს ისლამოფობიაც ეს ჩემი აზრია და ამ მეორე მხარეს არ მიიჩნევს როგორც თანასწორ პარტნიორს და აქედან გამომდინარეც მისი ჩართულობა და პოზიციის ასე თქვა არჩევა უკვე განსაზღვრულია აპრიორულად რასაც ვერ ვიტყვით აი რუსეთის და უკრაინის მიმართებაში აი აქ მისი პოზიციის ფორმირება ჩემი აზრით იყო განპირობებული აი ესე დიდი ბიჭების აპრიორული პოზიციიდან რუსეთის დიდ ბიჭად მიაშდა და უკრაინა არ მიაშდა თანასწორ პარტნიორად და ამ მიმართებაში ძალიან ბევრი არაკორექტული პოზიცია დააფიქსირა უკრაინასთან მიმართებაში ეს რომ მიიღეს თეთრსახში ის იყო კომიკური ხო საერთოდ რა საშინელი ამბავიც მოხდა რომ პრეზიდენტი ესეთ მდგომარეობაში ჩააგდეს ზელენსკის გულისხმობ და აქ აი ამ მომენტში მაშინ როცა უფრო გაუსინჯა აი ამ სამზარეულოს გამო მაინც არ არის მისი პოზიცია ესე ცხადსახად კრისტალიზირებული როგორც აი აქ მე ეს ჩემი აზრი შენ როგორ ფიქრობ რა პოლიტიკა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში აი იქნება ესეთი შთაბეჭდილება რომ კიდევ ლუდინის რეჟიმშია ეს მუქარები ანუ პოლიტიკა რომელიც მას შეემუშავა გრძნობს რომ არა ეფექტურია, გრძნობს რომ არასწორია, მას არ მიყავს არანაირი შედეგისკენ, გარკვეულწილად მისი რეპუტაციაც ხუზიანდება ამით. და რა ახლა მისი პოლიტიკა? ძალიან კაი კითხვა. მოდი დავკაც შევაფასოთ საკმაოდ მარტივად, დავიწყოთ თებერვლიდან. თებერვალში რომ დაიბეჭდა ერთ-ერთ რუსულ გაზეთში ნიკოლაი პატრუშევის სტატია. ნიკოლაი პატრუშევი არის პუტინის მარჯვენა ხელი და მისი ყველაზე რადიკალი პარტნიორი შეიძლება ვთქვათ. პუტინის ვეხელა, მე მგონი 2 წელი დიდი უფროსია, მისი 73 წლის არის იგი და ასეთი რამ თქვა რომ დრო ახალი იალტა
ჩამოყალიბეს. ახალი ალტას კონფერენცია, სადაც მართლაც დიდი ბიჭები გადაწყვეტენ მსოფლიო რუკას. ტრამპს მოეწონა ეგ. თუ ტრამპი თulis რომ რუსეთი თავისი ეს რუსეთის ხელისუფლება თავისი ეს უკიდურესად ხისტი და შოვინისტური გამბედაობით არის მართლაც ანგარიშასაწევი ძალა, იმიტომ რომ ტრამპი პატივისცემს ძალას. პუტინი ხო პატივისცემს ძალას. ტრამპიც პატივისცემს ძალას. ანუ ეს ძალის დემონსტრირება მოსწონს მას. მოდიშორი ძალიან საინტერესოა რომ პერსონალურ დონეზე აკეთებს ის ამას. განა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან კი არა, პერსონალურად აკეთებს ამას. და შესაბამისად მან ჩათვალა რომ პუტინის მხრიდან გარკვეული მოწყობილებები, გარკვეული პოზიტიური სიგნალები მისთვის მისაღები იყო. და შესაბამისად ის ფიქრობდა რომ მე თუ დავაპარაკები მას ესე თვალებს ჩავხედავ და დავგავუგებ მას საბოლოო ჯამში მშვიდობა იქნება რა ეს დაიჯერა ორეს მიამიტობით კი არ გამოვიდა გამოუცდელობით გამოვიდა იმას ზედმეტად შეერა თავისი საკარეო პოლიტიკური სიძლიერის და მეორე მხრივ შეერა რომ რუსეთი არის პრაგმატული აქტორი რუსეთი რომ პრაგმატული აქტორი ყოფილიყო ოდესმე ის საქართველოს არ გადაიმტერებდა მაქინან დაუწყოთ უკრაინას არ გადაიმტერებდა ეს თავის მეზობლებს არ რუსეთი რომ პრაგმატული აქტორი ყოფილიყო ის დღეს იქნებოდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშასაწევი ძალა თუ ყველაზე ანგარიშასაწევი ძალა არა და ევროპის ბასტიონი იქნებოდა იმიტომ რომ მას თუ მას მოუნდებოდა და პრაგმატულ ძალად ჩამოყალიბებოდა ამის შანსი ჰქონდა მას მაგრამ არა მან აირჩია მონღოლოიდური გზა შესევა განადგურება მიწასთან გასწორება და ასე შემდეგ საქართველოსთან მიმართებითაც ხო აირჩია მტრული გზა დაუდგა ეთნიკური უმცირესობების კონფლიქტების შეწყობის გზას შეარჩია ეთნიკური წმენდები ქართული მოსახლეობის მოაწყო გენოციდები ანუ ეს წარმოუდგენელი გზა აირჩია რუსეთმა არაპრაგმატული გზა აირჩია ვიმეორებ რუსეთმა პრაგმატული ლიდერი რუსეთის უკვე სახელმწიფო ამას არ იზამდა წარმოიდგინეთ თითქმის მისი ყველა მოკავშირე მასთან ურთიერთობის განრიდებას ცდილობს დღეს ეგ რუსეთის რომელი მოკავშირე ვიცით რომელიც წარმატებული მდიდარი მასე სუსტ მოკავშირეზე მაქვს საუბარი ხო ამ მდიდარიან რაღაც გავსი არ არის ამერიკას ყავს ეგეთი მოკავშირეები და შესაბამისად ლოგიკურია რომ ადამიანები სახელმწიფოები ირჩევენ უფრო მეტად დასავლეთთან პარტნიორობას ვიდრე რუსეთთან პარტნიორობას იმიტომ რომ რუსეთთან სულ პარტნიორი იყო აგერ სომხეთი პარტნიორობას იჩემებდა ამდენ ხანი რუსეთთან და საბოლოო ჯამში გვერდზე არ დაუდგა რუსეთი მას ხო ცნობილი ამბავია ირანთან პარტნიორობას იჩემებდა მაგრამ ირანი ისე დაიბომბა და განადგურდა ისრაელის მიერ რომ ხელმოწერილი შეთანხმება ჰქონდა თებერვალში არა და ირანთან რუსეთს არაფერი მოხდარა გვერდზე არ დაუდგა ნათელია რომ ეს იქნება პრობლემა ჩინეთთან მიმართებითაც ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებითაც ყველასთან ყაზახეთია ტოყაევის მხარდასაჭერად ჯერ ჯარი შეიყვანა მარტო 22 წლის იანვარში რუსეთმა ტოყაევთან და შემდეგ ტოყაევი ცდილობს ახლა მისგან გაქცევას ეს იმიტომ რომ არავის არ უნდა რუსეთთან ურთიერთობა იმიტომ რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია და რუსეთი შენ არ გიყურებს როგორც რეალურ მეგობარად რეალურ მოკავშირედ გიყურებს ძალად რომელიც როგორ უნდა მოიხმარო და როგორ კი მოსახმარი აღარ არის როგორ უნდა თან თხას გაგაქროს ეგრე არ გააკეთა რუსეთმა საქართველოს ისტორიულად ქართლ-კახეთის სამეფო ეგრე გააქრო ჯერ მოიხმარა აქ გადატრიალებასაც ცდილობდა სხვათა შორის ცნობილი ამბავია მიმოწერა იმპერიულ კარზე რომ აქ ერეკლე მეორეს დამხობასაც კი აპირებდნენ რუსები ხო დაუტლებელის ცნობილი ამბავია ერთი ადამიანის მოფიქრებული ხო არ იყო რა თქმა უნდა ეს იმპერიული მცდელობა იყო და ამიტომაც აი ამ მთელი პოლიტიკის შედეგად რუსეთთან არავინ არ ცდილობს ეს ტრამპს ეს გამოცდილება არ აქვს ტრამპი არის ძალიან კარგი შეიძლება თქვა მედია მენეჯერი ძალიან ამაჯერებელი შოუმენი კარგად გამოსდის პოლიტიკური კამპანია ფაქტია რომ მოიგო მან ორი არჩევნები და ძალიან წარმატებით მას შეუძლია საკუთარი იმიჯი შექმნა ძალიან მაღალ დონეზე მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ის არის გეოპოლიტიკურად თუ შევაფასებთ პუტინთან თუ შევადარებთ მას ის გეოპოლიტიკურად თავად პერსონალია ტრამპი არის საკმაოდ სუსტი ფიგურა ტრამპი უკაცრავად პუტინი არის მასთან შედარებით გეოპოლიტიკური გიგანტი. ამას თუ შევხედავთ ჩვენ ასე თუ შევხედავთ. ძალიან დიდოსტატი და ეს აღა პირველ თარგმნს. ეს საკუთარ ამწყები საგარეო პოლიტიკის ესე თქვა ლიდერია და ამიტომაც მისმა მცდელობას ჰქონდა პერსონალური წმენა, რომელიც მას არ გაამართლა და არ უნდა ამის აღიარება. ეს არის რომ ის ცდილობს იპოვოს გამოსავალი რუსეთს მიუდგეს ისე რომ ერთის მხრივ პუტინის მხრიდან ეს გარკვეული პოზიტიური სიგნალები არ დაკარგოს და მას უნდა რომ პუტინს მოსწონდეს იგი ცნობილი ამბავია რომ ნობელის პრემია რომ ვერ აიღო მან და პუტინმა თქვა რომ უსამწუხარო რომ ვერ აიღო ნობელის პრემია პუტინმა ტრამპმა გადააზიარა ეგრევე და თქვა ხო აი ვლადიმერ პუტინმა მითხრაო ჩემზე ესეთი კაი პოზიტიური სიტყვები ანუ არ უნდა დაკარგოს მან ეს
გარკვეული პოზიტიური სიგნალები, რომელიც რუსეთისგან პუტინისგან მას მიღებული აქვს და ახლა ამიტომ ძალიან უჭირს, რომ იმგვარი პოლიტიკის არჩევა, რომელიც არც ბოლომდე პუტინს გადაამტერებს და მეორე მხრივ ისე რომ თან უკრაინის ომი დასრულდეს, რაც ეგორი რამ ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია. თან როგორი კომიკურია ეს პუტინის მიერ გამოჭერილი ტრამპის სისუსტე, იცის რომ ცოტა ხაბაბზე უნდა მოეფეროს აი ამ სულელს და მის თავმოყარეობას ლიბიდოს თუ კი დააგმაყოფილებს, შენ რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი არ იქნებოდა ეს ომი. ეს თავისთავად ცხადია, რომ ძალიან ცინიკური, ძალიან არაგუძრფელი რაღაცა განცხადება იყო, მაგრამ დაუდასტურა თავისი რაღაცა ესეთი მარტივი ბრიყული ინტერპრეტაცია უახლესი ისტორიის და აი ესეთი მაგალითებიც, ხო? აი გამომდინარე იქიდან რომ ყველაზე რთულ ვითარებაში, ყველაზე საჭირო მომენტში არის ესეთი ინსტრუმენტული, ინსტიტუციური, პრაგმატული პოლიტიკის შენების დრო, ჩვენ გვყავს ესეთი ადმინისტრაცია. ეხლა რო გვყავს, ეხლა ამ ადმინისტრაციებთან დანარჩენმა სამყარომ როგორ უნდა იმუშაოს. აი ევროკავშირის პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმართებაში, ნატოს დანარჩენი მოკავშირეების პოლიტიკა, ნატოს ლიდერი ქვეყნის მიმართებაში, რომელიც პრაქტიკულად დაიწყო ხა ნატოს მოკავშირეებთან იარაღით ვაჭრობა, ანუ გადის იმ როლიდანაც, სურს გავიდეს იმ როლიდან, რომ ანუ აი ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ფლაგმანი როლი რომ ეკავა, არა, ახლა ყველაფერი უნდა შეიძინოთ და ასე შემდეგ. აი როგორია და ამ კონტექსტში შემდეგ უკრაინა რამდენად არის გარანტირებული მისი უსაფრთხოება, მისი მომავალი შესაძლებლობა, რომ მან ეს კონფლიქტი როგორღაც მოამარაგოს შეიარაღებით გაძლოს რუსეთის წინააღმდეგ. შენ როგორ ფიქრობ? ევროპული სახელმწიფოები რაც უფრო მალე დაიწყებენ საკუთარ მილიტარიზაციას და საკუთარ ნაციონალურ იდენტობაში ახალი ხედვის ჩამოყალიბებას, რომ მათ უნდა შეაკავონ აღმოსავლური საფრთხეები და ამასთანავე შეაკავონ კონტროლო მიგრაცია, თუ ამ ორ კონსენსუსში მოხდება, მათთვის სამხედრო ნაციონალური მობილიზაცია იქნება უფრო რეალისტური. ანუ ამას იმიტომ უსამხას, რომ დღეს არსებობს ორი ძირითადი სკოლა, სამი სკოლა, გაიგოთ ევროპის შიგნით. პირველი სკოლა არის, რომ მიგრაციას ებრძვიან, მე ამ სკოლასთან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მიგრაცია შეჩერდეს. მეორე სკოლა არის, რომ რუსეთი არის მთავარ დასახული და მესამე სკოლა არის, რომ ამბობენ, რომ ამერიკასთან ურთიერთობა მოდი დავავაგოთ. მე ვფიქრობ, რომ ამ სკოლების შერწყმა უნდა მოხდეს. მაგრამ სამივე პრაქტიკული და რაციონალური. რა თქმა უნდა და მთელი ხით ჩატეხილობა არის ის, რომ უკიდურეს მემარჯვენე პოლიტიკოსებს აქვს ძალიან სწორი ხედვა, რომ მიგრაცია ევროპას საფრთხეს უქმნის. რაზეა ლაპარაკი? და ეს ძალიან სამწუხაროა, რომ მაგას ცენტრისტული და მემარცხენე პოლიტიკოსები არ იზიარებენ. უქმნის ეს საფრთხე რეალისტურია. ისეთივე რეალისტური როგორც რუსული საფრთხე. და ამაზე უნდა მოხდეს კონსენსუსი, რომ ორივე საფრთხეა და ორივეზე უნდა მოხდეს გარკვეული შეჩერება და ღონისძიებების გატარება. და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენ, როდესაც ამ ორის და შეიძლება მესამეც რომ ამერიკასთან ურთიერთობა დავაგდეს ან ისი ან ასე, ან უნდა ჩამოყალიბდეს ევროპული სახელმწიფოები ცალკეულ ღერძად და ცალკეულ ახალ კავშირების შექმნა ევროპის შიგნით. ან ამერიკასთან იპოვონ კონსენსუსი და ამერიკის ლიდერშიპით და ლიდერობით გააგრძელონ ურთიერთობა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ ეტაპზე ევროპას უჭირს იპოვოს ახალი ემოციური და არა მარტო რაციონალური, ემოციური ხედვა, რაც მათ ნაციონალურ მობილიზაციას შეუწყობს ხელს. პირველ რიგში ეს პრობლემები არა თქმა უნდა არ დგას პოლონეთში. პოლონეთის მიგრაციაზე პარტიულად გაქვს გამოსავალი არა აქვს ნათქვამი და პოლონეთის მთავარი ხედვა არის რუსული საფრთხის განეიტრალება. მაგრამ გერმანიაში საკითხი არ დგას ეს. საფრანგეთში არ დგას ეს. ესპანეთში, იტალიაში არ დგას ეს. იტალიაში პრობლემა მიგრაცია უფრო რეალისტურია ვიდრე რუსული საფრთხე. განა რუსული საფრთხე არ არსებობს, მთელი ევროპის საფრთხე რუსული საფრთხეა, მაგრამ თუმცა მელონი ბევრად უფრო მკვეთრ განცხადების აკეთებს ბოლო დროს. ეს მოსალოდნელია, მელონი ცდილობს ეს გარკვეული შუამავლის როლი და ხიდის როლი შეასრულოს, მაგრამ საფრთხე არის ევროპისთვის ყველაფერი, რაც ჩვენ ჩამოთვალეთ ზემოთხოვის. თუ ამერიკის შეერთებული შტატები წავა და გავა, მას ევროპას მოუწევს საკუთარი დამოუკიდებელი რემილიტარიზაცია და ეს რის ხარჯზე უნდა მოხდეს? ეს იმის ხარჯზე უნდა მოხდეს, რომ გარკვეულწილად და შემცირდეს სოციალური ხარჯები, რომელიც მოსახლეობას პრაქტიკულად ესე ვთქვათ ამყოფებს ახლა იდეალურ ცხოვრების პირობებში. გარკვეულწილად ასევე უნდა შეეწყოს გარკვეულწილად ხელი შობადობას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპის კონტინენტზე. იმიტომ რომ მოსახლეობის გარეშე პრაქტიკულად არ არსებობს ჯარი, არ არსებობს
არსებობს ნაციონალური სახელმწიფოს მომავალი რა ეს და მიგრანტებიც მაგიტომ მოყავთ რომ მიგრანტები ჭირდებათ ვიღაცამ ხო უნდა დაგვას ქუჩა ვიღაცამ ხო უნდა მოამზადოს საჭმელი ვიღაცამ ხო უნდა იმუშაოს ფერმაში ამ სამუშაოებზე ევროპელი მოსახლეობის მინიმალური რაოდენობა მუშაობს ხა ამიტომაც აი ამ თუ მოსახლეობა აღარ ყავდა ევროპას და მოსახლეობა არ გამრავლდა ეს სერიოზული პრობლემა იქნება მათ წინაშე ამიტომაც ევროპას ახლა უდგას უფრო მაღალი იქნებოდა რა თქვა ეგზისტენციალური კრიზისი მაგრამ მას უდგას აი ის იმის განმარტების კრიზისი თუ რა არის მისთვის მთავარი პრიორიტეტები და ამის განსაზღვრება უნდა მოხდეს ძალიან მნიშვნელოვნად და დიდი დრო ევროპას არ აქვს ანუ ეს სოფლიო წესრიგი რასაც ჩვენ ვიცნობთ ახლა და არ არსებობს მე აღარ ვიკრა შეიძლება ჩვენ შეხვედრებზე ვამბობდით რომ გარკვეულწილად კიდევ არსებობს გარკვეულწილად კიდევ შანსი აქვს ჯერჯერობით ფაქტია რომ აღარ არსებობს თუ კი ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე რომ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება რომ ერთმანეთის საქმეებში ჩაერიონ და ერთმანეთს ომი აწარმოონ რაც აქამდე არსებობდა ეგ ფაქტი უკვე დამთავრებული ამბავია ფაქტი დამდგარია რომ სახელმწიფოები იპყრობენ სხვა სახელმწიფოებს რუსეთის მაგალითზე და დასავლეთი ამას ვერ აჩერებს ფაქტი არის რომ დირექტი დასავლეთი ფიქრობს რომ რაღაც დონეზე მოვილაპარაკოთ და ტერიტორიებიც ხომ არ დაგჩესო ეს გეგმა არსებობდა ტრამპის მხრიდან ანუ გარკვეულწილად არსებული საერთაშორისო წესრიგი გადახედვადია გრენლანდიაში გაწევა ამერიკის შეერთებული შტატების ამაზე მეტყველებს პანამაში გაწევა ამერიკის შეერთებული შტატების ამაზე მეტყველებს ჩინური სურვილები გაფართოვდეს მისი ექსპანსიური პოლიტიკა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და წაართვას საზღვაო ტერიტორიები ვიეტნამს ფილიპინებს ამაზე მეტყველებს აბა საიდან მოდის ხო ეს ყველაფერი მისი მთავარი ინიციატივა რომ გავიდეს წყნარ ოკეანეში და იგივე სოლომონის კუნძულებზე მან საკუთარი ესე თქვა სამხედრო ბაზები განათავსოს და ინიციატივები გამოიჩინოს მაგაზე მეტყველებს ანუ სოფლიო იცვლება უკვე რა და რა თქმა უნდა შეიძლება ძველი დროება დაბრუნდეს თუ კი ყველა აგრესიული ძალა დამარცხდა და ასე შემდეგ მაგაზე ორი აზრი არსებობს მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ მივდივართ მულტიპოლარულ სოფლიოზე სადაც რამდენიმე ძლიერი ღერძი არსებობს და ამ რამდენიმე ძლიერი ღერძისაგან ჩვენ ან მივიღებთ დიდ გაერთიანებებს და შეიძლება ეს დიდი გაერთიანებებმა მიიღოს მე 2+ არის მსოფლიო, სადაც ორი დიდი გაერთიანებები არსებობს, ან ეს გაერთიანებები არ ჩამოყალიბდეს და დარჩეს უფრო რადიკალურად გამოკვეთილ მულტიპოლარულ მსოფლიომდე, სადაც რამდენიმე ათეული ღერძი არ, რამდენიმე ერთეული ღერძი მაინც ყველა ვარიანტში არსებობს, რომელსაც ექნება ერთმანეთის შეკავებაზე ორიენტირება, ბალანსზე ორიენტირება და ბალანსი სამხედრო მილიტარიზაციისა და კონფლიქტის გარეშე არ არსებობს. მაგრამ მანამდე რაც მინდა ღია თქვა არის ის რომ ეს პრობლემა უდგას ევროპას არა მხოლოდ ევროკავშირის გაგებით, არამედ უდგას ნატოს გაგებითაც. იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი თავისი დრონების გაშვებით ევროპის ტერიტორიაზე და პოლონეთში, ლიეტუვაში, ესტონეთში ასე შემდეგ და იგივე საჰაერო სივრცეების დარღვევის ფონზე ცდის ნატოს, ტესტავს ნატოს და ნატოსგან თუ არ იყო ადეკვატური პასუხები და ჯერჯერობით არ არის, ამ ტესტირებას გააგრძელებს იმ ზღვრამდე მიიყვანს, რომ გაჩნდეს კითხვა მეხუთე მუხლი ამუშავდება თუ არა არის თუ არა და როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა 10-მდე სამხედრო რუსის სამხედრო ესტონეთ-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე ეს გზა ძალიან საინტერესოა ეს არის ესტონეთის ორ ქალაქს შორის დამაკავშირებელი გზა რომელიც რამდენიმე ათეული მეტრით კვეთს რუსეთის ტერიტორიას მაგრამ არის დაშვება რომ აქ შეუძლიათ ესტონელებს იარული და ამ გზაზე გამოჩნდნენ რუსები და ესეც არ იყო შემთხვევითი ამბავი შეიძლება ჩვენ ვიხილოთ სამომავლო დივერსიული ოპერაციები ნატოს ტერიტორიაზე. დივერსიული არა მარტო რაინმეტალის გერმანული სამხედრო ინდუსტრიის წარმოების წინააღმდეგ, არამედ დივერსიული რუსული სამხედრო ნაწილების გამოჩენა. აი მათ შორის შეიძლება იყოს რუსულენოვან ქალაქებში, რომლებიც ევროპაში არის, ან რუსი მოსახლეობა, რომელიც შესულია ევროპაში, შეიძლება მათ განახორციელონ დივერსიები და აი აქ გაჩნდეს კითხვა, რომ თუ ამაზეც პასუხი არ გასცა ნატომ, მე მართლა გაჩნდება კითხვა, რომ თუ ნატოს მეხუთე მუხლი ესე გადამოწმდა ბევრჯერ და არ იმუშავა მე იქნება და საერთოდ აღარ იმუშაოს და სახელმწიფოებმა საერთოდ უარი თქვა თუ არა რაზე შემახმა მაგალითად თქვა მაგრამ ნატოს ადმინდობა იმდან შეერიყეს რომ ნატოს ალტერნატივაზე ან ლოკალურ შიდა რეგიონალურ ალიანსებზე დაიწყოს ფიქრი. ნუ არსებობს ეს დავინიონის მოხსენება, ევროკავშირის ერთგვარი რაღაცა პროექტის, მათ შორის ავტონომიურად რომ შეიქმნას ეს თავდაცვითი სისტემა. ეს თეორიები სადღაც სივრცეებში ილივლიებს, ინტელექტუალურ სივრცეებში. კი ბატონო, მაგრამ ერთი საინტერესო კითხვა მინდა დაგისვა. ისევ რომ დაუბრუნდეთ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს და ტრამპის მიერ შეთავაზებულ ინიციატივას. სადაც ამ იდეალურ სცენარში პირობითად რომ წარმოვიდგინოთ რომ შესრულდა და ჩემი კითხვა გულისხმობს პერსპექტივას რომ შესრულდა. ჰამასი გაანეიტრალეს, შეიქმნა ტექნიკური მთავრობა და გარკვეულწილად პირობითად შეიქმნა მექანიზმი რომ აი ეს კონფლიქტი გაიწოვოს. შექმნის თუ არა ასეთი პრეცედენტი
რომ საერთაშორისო საზოგადოება ქმნის კონფლიქტის დაუოკებელი მხარის გაწოვის მექანიზმს, იმით რომ აცილებს ხელისუფლებას და შემდეგ მოყავს უფრო კომპრომისზე ორიენტირებული მთავრობა, შესაძლებლობას რომ უკრაინასთან მიმართებაშიც შეიქმნას მსგავსი მექანიზმი და უშუალოდ უკრაინის მთავრობა გაიწოვონ, რომელიც თავდაცვაზე ორიენტირებული და არ არის თანახმად უშუალოდ მშვიდობაზე და დათმობაზე. თუკი უკრაინის მთავრობა ისე ჩამოყალიბდა, რომ უკრაინისგან მივიღეთ ჩვენ დამთმობი მთავრობა იქნება კაპიტულაციაზე ხელის მომწერიც. და კაპიტულაციაზე ხელის მომწერი მთავრობა მაღალი ალბათობით გრძელვადიან და მომდენო 2-3 წელიწადში გადავა რუსულ ბანკში. უკრაინის რუსულ ბანკში აღმოჩენა ევროპისთვის არის თუ საფრთხებზე საუბარი გვაქვს, ამაზე მეტი საფრთხე არ არსებობს. უკრაინის სამხედრო მილიტარიზაციის გამოცდილება და მისი ინდუსტრიის გამოცდილება უკვე იმ დონეზე ასული, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. ამისგან ჩვენ მივიღებთ რუსულ გიგანტს, რომელსაც შეიძლება ევროპის წინააღმდეგ მართლა განახორციელოს ოპერაციები, ოღონ არ მაქვს საუბარი მარტო ისეთი ოპერაციები რა, დივერსიული არა, ომშეული, თავისუფლად, იმიტომ რომ უკრაინის რესურსები იმდენია და იმგვარია და მისი საზღვაო გამოცდილებასა ზღვაზე წარმოების საშუალება იმდენი არის და იმდენად ფართო მასშტაბიანი, იგივე ოდესაში ვილაპარაკო ჩვენ, რომ ყველაფერი რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ეს იქნება პრაქტიკულად დასასრულის დასაწყისი. იმიტომ რომ ეს ცივი ომს კი აღარ მიიღებს. ეს ესეა. მაგრამ აი იმ ადამიანების თავში, რომელიც ფიქრობს, ომი როგორღაც ხომ დასრულდეს. აი თუკი აქ ამ შემთხვევაში რაციო იმარჯვებს, კაცობრიობა იგებს ხამასი, გავიწოვეთ. მაგრამ ამ შემთხვევაში რაციო არ იმარჯვებს. არსებობს მერე რაციოს გამარჯვებით შესაძლებლობა, რომ იგივე კეთილი მაგალითი პირიქით კონტრპროდუქტიულად სადღაც შედგეს. და მე არ გონია რომ აი იგივე სახელმწიფო როგორც არის პოლონეთი ამას ადულად ათანხმდეს და პოლონეთმა თქვას რომ იცი თანახმოვარ უკრაინის მთავრობის იმგვარად ჩამოყალიბებაზე და რებრენდინგზე და ასე ვთქვათ ახალი მთავრობის არჩევაზე რომ იყოს რუსულ ბანკში. მე მგონი რომ ეს მათ საფრთხეს დააყენეს პირველ რიგში. რუსულ ბანკში არა, მაგრამ დავუშვათ კონფლიქტის გაყინვის მომხრე რო იყოს. თუ კონფლიქტი გაიყინა, ეს იქნება რუსეთისათვის იმ ამოსუნთქვის საშუალებაზე საუბარი, რომელიც საშუალებას მისცემს მოემზადოს ახალი ომისთვის, არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ, არამედ დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ დაუყურეთ, ეს იქნება მისთვის შანსი, რომ უკრაინაში დაამხოს მთავრობა გრძელვადიერად. შეეცდება ყოველ შემთხვევაში მთავრობის დამხობაზე. ეს არა რუსეთმა არ ჩათვალოთ, რომ რუსეთისთვის სასურველი იქნება მაინც და მაინც პრორუსული მთავრობა. რუსეთისთვის სასურველი იქნება ქაოსი უკრაინაში. ვინ იქნება ამ ქაოსს გასურო? ყველაზე ანტირუსული ძალები გამოჩნდნენ ავტომატებით ხელში და შეეცადონ იგივე ზელენსკის მსგავსი მთავრობის ჩამოგდებას. ეგ უკვე რუსეთის მისაღებია. რუსეთის მნიშვნელობა არ აქვს რუსეთისთვის ის ანტირუსულია, პრორუსულია. თავარი უკრაინა იყოს უფრო სუსტი, ვიდრე დღეს არის. ამიტომაც მსგავს რაღაცაზე მე მიეჭვება დათანხმდნენ იგივე ევროპული სახელმწიფოების აღმოსავლური ფლანგი ადვილად. და ზოგადად მეეჭვება ასე ევროპაში ამაზე კონსენსუსი მოხდეს და საერთოდაც ამერიკასთან გარკვეული დაძაბულობის ფონზე, რომელიც ახლა ევროპას აქვს და გარკვეული მეტოქეობის ფონზე, რომელიც ახლა ყალიბდება ევროპასა და ამერიკას შორის, ეს ალბათ ყველაზე ნაკლები სავარაუდოა, იმიტომ რომ ეს ნათელი იქნება, რომ თუ ეს ყველაფერი დაუთმეს ევროპულმა სახელმწიფოებმა ამერიკას, მართლა მივიღებთ იალტაურს, სადაც ევროპის ბედიც აღარ იქნება ესეც ალსახა. ანუ შენ მაინც უშვებ შესაძლებლობას, რომ ასეთი ტექნიკური იდეა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში თავად ტრამპის ადმინისტრაციის შიდა სამთავრობო შეიძლება გაჩნდეს. შეიძლება გაჩნდეს, კი, მაგრამ ამის პრაქტიკაში მაგრამ ევროპა ამაზე არავითარ შეეცდება რომ გამოვა თუ არის საკითხება, შეეცდება რომ არ დაუთმოს. ხოთა შორის, აი პალესტინის პრეცედენტის გავრცელების შანსი, რომ თუ ჩვენ სამელაპარაკობთ, რომ სამე გავრცელებული იყო, კარგი იქნებოდა გავრცელებულიყო კვიპროსზე, სადაც თურქეთი დაერწმუნებინათ კვიპროსიდან ჯარი გაიყვანა. როდესაც თურქეთს ვერ არწმუნებენ და სადაც თურქეთთან ვერ ხდება მოლაპარაკება კვიპროსის ევროკავშირის სახელმწიფოზე გვაქვს საუბარი. სადაც ამ სახელმწიფოს გარკვეულ მშვიდობის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტაზე და არ მოხდება და არ არის მიღწეული კონსენსუსი. რამდენად რა მოხდება ეს ყველაფერი მართლაც უკრაინაზე გავრცელება ამის ან სხვა კონფლიქტებზე ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა მე იმ დაშვებას
ძალიან რთულად ხედავ რომ მართლა მოხდეს პალესტინაში ახლა მომავალში ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბება ეს თავისთავად ცხადია ამაზე ვთანხმდებით რომ ეს რთული ეს ამრიცხული არ არის მაგრამ ძალიან რთული იქნება და უზარმაზარი ძალისხმევა ალბათ მართლა ეს კონფლიქტის გადაჭრა ალბათ უფრო რთული მოსაგვარებელი ჩანს ვიდრე უკრაინა რუსეთის იმ გაგებით რომ აქ დამარცხება და გამარჯვება უფრო ნათელია უკრაინა რუსეთის შემთხვევაში ვიდრე ისრაელ პალესტინის შემთხვევაში ანუ აქ ვინც მარცხდება მართლა შეიძლება მთავრდება კონფლიქტი ჩვენთვის ან არასასურველი ან სასურველი სცენარი იმედია სასურველი სცენარი დამთავრდება მაგრამ მართლა მთავრდება აი იქ შეიძლება ეს კონფლიქტი დამთავრდეს ანუ ბრძოლა დამთავრდეს მაგრამ ომი არ დამთავრდება ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა რეალობა და გადმოვიდეთ აი ჩვენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე ჩვენ სანამ გადაცემას დავიწყებდით ძალიან კომიკურ ისტორიას გავეცანით შევეცადეთ აგვეხსნა ეს კომიკური ისტორია რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარე ქალბატონი დააჯარიმეს ქუჩის გადაკეტვის გამო ანუ ესეთი პოლიტიკა რას უნდა ნიშნავდეს აი ეს დემარშის პოლიტიკა რომელშიც აი სისტემურობა არ აჩანს კერძოდ აი რა სიმპტომით შეიძლება აიხსნას მე მგონი საქართველოს მთავრობაში მიმდინარეობს იმაზე სერიოზული მსჯელობა და ფიქრი თუ როგორი უნდა იყოს ხაზი, რომელსაც ისინი მიყვებიან. და ამაზე კონსენსუსი მე მგონი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვადენებით რომ ამ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლების პირობებში ევროპასთან ძალიან დაახლოებასაც და ძალიან დაშორებასაც თვალს. ეს არსებული 13 წლიანი პერიოდი, მათი მთავრობაში ხელყოფნის პერიოდი სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან. ჩვენ რო გვენახათ იგივე 10 წლის წინანდელი მთავრობა და დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთ მთავრობაზე გვაქვს საუბარი. მიდგომები ფუნდამენტურად განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და ძალიან უცნაური არის ასევე ევროპის დამოკიდებულებაც. იმიტომ რომ იგივე ევროპის მხრიდანაც არსებობდა მთავრობისადმი დამოკიდებულება ძალიან პოზიტიური 10 წლის წინ და დღეს არის ძალიან ნეგატიური 10 წლის შემდეგ. ანუ ეს კარდინალური ცვლილებები, რომელიც ძალიან სწრაფად, მე ვიტყოდი უკრაინის ომთან ერთად მოხდა, უკრაინის ომთან გამოჩენთან ერთად მოხდა, აჩენს ძალიან ბევრ კითხვას და ძალიან ბევრ შანსსაც. შანსი იმ გაგებით, რომ ევროპა დაინტერესებულია ფაქტია აქ ერთხელ და სამუდამოდ კრიზისის გადაჭრით. და საპირისპირო შეთავაზება თუ რას გულისხმობს ეს კრიზისის ასე ვთქვათ გადაჭრა არ ხდება არც ერთი მხრიდან, ანუ საპირისპირო რა შეთავაზება რა როგორ შეიძლება მართლა მოხდეს ამ კრიზისის სრული მოგვარება როგორც ასეთი რა. იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში. ეს არასწორი ფორმულირებაა, რომ საქართველოში არსებობს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და დასავლეთი დაინტერესებული ამ დაძაბულობის რაღაცა ჩარევით, გამოწყენებით და ასე შემდეგ. ეს არის უფრო ფართო მასშტაბიანი გეოპოლიტიკური ხედვა ის, რომ ეს ემთხვევა ასევე საქართველოს გარკვეულწილად დაახლოებას ჩინეთთანაც. ეს ემთხვევა საქართველოს დაახლოებას ახლოამოსტალურ არაბულ სახელმწიფოებთანაც. ეს ემთხვევა ძალიან ფრთხილ პოლიტიკასთან რუსეთთანაც. ეს ასევე ხდება დასავლეთის კრიტიკის ფონზე. ანუ საქართველოს მიმართებით დასავლეთს აქვს ასევე ეს საგარეო პოლიტიკური კითხვები და საგარეო პოლიტიკური საკითხები გადაუჭრელი და ეს საკითხი ამიტომაც არის მოიცავს შანსს მეთქი, როდესაც თქვი რომ ამის მოგვარება უნდა მოხდეს არა მარტო შიდა პოლიტიკური საკითხების მოგვარებით, იმიტომ რომ ეს ღიასტოვებს ისევ საგარეო პოლიტიკური გამოწვევებს, ხო არამედ ბევრად კომპლექსური უნდა იყოს და მე ვიტყოდი რომ საქართველოში რომ კონსენსუსის ძიება არის საჭირო ახლა ისი არასდროს. იმიტომ რომ ჩვენ ხო გარკვეულწილად იმ პოლიტიკურ კულტურულ ნიშნულამდე მივედით, სადაც ერთმანეთს ხალხი აღარ ელაპარაკება. ეს უკვე არის პრაქტიკულად რაც ინგლისურად შეწოდება zero sum game, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი მხარე 0, მეორე მხარე 1, ანუ ერთი მხარე ბოლომდე უნდა განადგურდეს, ეგ არის მიზანი. რაც ამ პოლიტიკამ მიიყვანა იქამდე, რომ პრაქტიკულად საგარეო პოლიტიკაშიც ესია შესული საქმე. რომ აღარ არის მხარეები, რომლებიც ერთმანეთთან ლაპარაკობენ, აღარ არის მხარეები, რომელთაც რაღაც კონსენსუსი არსებობს და რომელთაც ხედვა აქვთ გამოსავლის. აი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ბანალური კითხვა. ალბათ საერთაშორისო პარტნიორებს შეიძლება რაც გაუჩნდეთ. რა გინდათ? აი ეს ამ კითხვაზე რა ფორმულირებული
სტრუქტურული პასუხი შეიძლება გასცეს ხელისუფლებამ. ამაზე არ მე გასგონია მე ვფიქრობ ეს პასუხი იქნება რომ მიგვიღეთ ისეთები როგორებიც ვართ. ხო. ეს არის ეს ახალი ფურცლის რაღაცა ვითომ ფორმულირებული რაღაცა ის არა როგორებიც ვართ მიგვიღეთ ისეთი მაგრამ ამის მიუხედავად თუნდაც მოდი პირობითად ესე წარმოვიდგინოთ. ნუ ჩვენ არა ვართ პირველი შემთხვევა ავტორიტარიზმის და ავტოკრატიის, ხო? კარგი მიგვიღეთ როგორიც ვართ. მაგრამ ამის მიუხედავად რა გინდათ? აი ეს მაინც არა უქმებს ამ კითხვას. კერძოდ რა გინდათ? აი ამის შემდეგ რა საფრთხე? მე უფრო სხვა კითხვა მინდა დავსვათ. ჩვენ რა გვინდა ევროპისგან? აი ეს კითხვა უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ევროპისგან თუ გვინდა მართლა გქონდეს პერმანენტული ეკონომიკური დახმარება და არა მარტო დახმარება, იმ ცივილიზაციის ნაწილები ვიყოთ, რომლებიც ევროპაში მოვიაზრებთ ჩვენ. და ეს იმიტომ კი არ გვინდა რომ ხუშტურია ჩვენი, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. კავკასიაში ვართ, სადაც თუ კი არ იქნები შენ ევროპული წარმონაქმნი, შენ იქნები დარჩენილი მარტო ჩეჩნეთთან, შენ იქნები დარჩენილი მარტო რუსეთთან, მის ეს თქვა ყაფარდობა ვაყარეთ ჩერქეზებთან, აფხაზებთან, რომლებსაც ხარს უჭერენ ადიღეული მოსახლეობა, და დარჩენ მარტო აზერბაიჯანთან, არ დარჩენ თურქეთთან, ირანთან, რეგიონს შეხედეთ რა. ეს არ არის რაღაც მე არ ვაპარაკობ აქ მართლა იდეალებზე რეგიონს შეხედეთ რა ამ რეგიონში თუ დარჩი მარტო არა მარტო სუსტები ვართ ამ რეგიონში საქართველოსადმი ისტორიულ პოლიტიკურ რეალობაში თუ შეხედავთ დღევანდელს თუ წარსულს აქ მარტო დარჩენ არის ძალიან საშიში მოვლენა აქ მარტო დარჩენის გზას გადარჩენის შანსი მცირდება. ჩვენ ხო ვიცით რომ როდესაც პირველ მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია წააგო ომი და გერმანული არმია გავიდა და მე ბრიტანული არმიას მიყვა აქედან რუსეთმა შემოუჭრა და გვიპყრო უბრალოდ რა მარტივად კრუკიდან რა. და დღეს არ არის მარტო რუსეთი აქვს სხვა სახელმწიფოებიც არ არის ვინ საქართველოსადმი პოზიტიურად განწყობილია. თუმცა მე ისე ვკითხავ დავსვათ რომ თუ ჩვენ გვინდა ევროპა იმიტომაც რომ კარგი და კეთილდღეობის სახელმწიფო გქონდეს ეგ ერთი ნაწილია. მაგრამ აქ არის იმიტომ არჩევანის რომ ჩვენი გადარჩენისათვის არის აუცილებელი ევროპასთან ურთიერთობა. რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო და როგორც კულტურული ცივილიზაციური ერთობა, რომელსაც ჩვენ გვაქვს მათთან გადავრჩეთ. თორე საქართველოს როგორიც არის ესეთი, აი როგორიც ჩვენი კულტურული რაობა რაც ჩვენ გვაქვს, ამ კულტურულ რაობას ემუქრება რუსეთი. ჩვენ ხო არ გავიწყდება, მე მათუმხად გავიწყდებ, ამას მინდა ჩვენ მაყურებელს შევახსენო, ხშირად დავიწყდება ხო მაყურებელს, რომ აი რუსეთი მართლმადიდებელი, რუსეთი არ იყო რომ შემოვიდა, გადაღება ყველა ეკლესიის მონასტერში, შეათეთრა ყველა მონასტერი, აფხაზეთში ილორის მონასტერი გაარუსლა, იქ ქართული კვალი სულ წაშალა, თლიან დაშალა, ბედის მონასტერი ინგრევა, მიტოვებულია, ბრესლეთის ხიდის ოხუმში ინგრევა, მიტოვებულია ქართულ წარწერებში შრიან რუსები, რომ კვალი წაშალონ, ქართული კულტურას პობენ. სადაც კი რუსი შევიდა, ქართული ეკლესიები ცხინვალის რეგიონში პება და თურამი ალპება რუსული წარწერები კეთდება, რუსი გლები ჩამოყავთ და იქ რუსებს რუსული და ოსური დამწერლობებს ხელოვნურად აჩენენ და რაღაც მითებს ქმნიან. საფლავის ქვებს შლიან, ანადგურებენ, პობენ. ანუ ეს პოლიტიკა მიმდინარეობს იქ. და შესაბამისად რუსეთი არ არის კულტურულად საქართველოს მხარდამჭერი, არც ყოფილა, არც იქნება არასდროს. ეს და მე ერთი მთავარი გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ მარტო ოპოზიციის პრობლემა კი არა. ხელისუფლების პრობლემაც არის. ხელისუფლებაც ხო საქართველოს ნაწილია. ისინი არც ამ ხელისუფლებას არ დაუჭერენ. რუსები რა გონიათ, რომ საქართველოში არსებულ ხელისუფლებას ხარს დაუჭერენ რამე რო იყოს, არც მათ არ დაუჭერენ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორები, მოდი ასე რომ ვთქვათ, გადააგდეს, ხო? რა თქმა უნდა, სიამოვნებით ყველა მთავრობა, რომელიც სადაც შუა აზიაში ყავდათ, ყველა მთავრობა საბოლოოდ ჩამოაგდეს და დაშვეს თავისი ახალი მთავრობა. მე ისინი ჩამოაგდეს და ხა იმათი, აი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი თურქმენეთში რო, იქაც კი შეეცადნენ რომ დაესვა სხვა და გურბანგული ბერდიმუხამედოვის ნაცვლად მისი შვილი მართავს ეხა უკვე. ანუ მაინც მათ შეცვალა მხოლოდ, მაგრამ ესე ტაჯიკეთშიც ესე განახორციელეს. ვინც უნდა ამოიღეს, დასვეს, მოიშორეს, მე სხვა დასვეს. ესე არ ნიაზოვის მთავრობა იყო უზბეკეთში. ანუ ეს დევნა და ეს გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები ყველგან ხორციელდება. ამიტომ მე ესე კითხავ დავსვათ, რომ თუ ჩვენ ევროპისგან, აი ჩვენ რა გვინდა? თუ ჩვენ ევროპისგან გვინდა ის რომ იყოს ერთგვარი საქართველოს მხარდამჭერები, მათი ნაწილი ვიყოთ, ეკონომიკურად წარმატებულები ვიყოთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? აქ ის კი არ არის რომ ევროკავშირი, ხოლმე რომ ევროკავშირში შევდეთ, რომ მიგვიყონ. დავუშვათ მიგვიყონ. რომ მიგვიყო საქართველოს არაფერი შეიცვლება მაშინ. თუ აქ რეფორმას არ განახორციელებ შენ, ეკონომიკური პოლიტიკას არ განახორციელებ და ევროკავშირში შეყოლა რა შეიცვლება? სახელი შეგეცვლება უბრალოდ, ხო? ფულს კი არ უნდა დაგაყრის თავზე. თუ შენ გინდა იყო ისეთივე წარმატებული როგორც ევროკავშირი არის, მაშინ რა თქმა უნდა განახორციელა ქმედებები, რომელსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს. იმაზე მე აქ მაგ პრობლემა რომ რაღაცები არ დაეთანხმო ევროკავშირს. ყოველში არ შეიძლება და შეიძლება ხო რაღაცას არ ვეთანხმები და მოდი მოვილაპარაკოთ. პოლონეთიც არ დაეთანხმა ყველაფერში. არც ბალტიისპირეთი რა არიან ქვეყნები, რომელიც ამბობენ, რომ მოდი მოვილაპარაკოთ.
აი ზოგიერთი სახელმწიფო ჩეხეთი მაგალითად იმ პოლიტიკას აწარმოებს, რომ სულ არ უნდა ევროს აღება მაგალითად. და ევროზეა წინააღმდეგი. ბულგარეთი პირიქით ევროს ცდილობს და ევროს იღებს მომდევნო წელს. ანუ ლაპარაკებები აწარმოე, რაღაცებს არ დაეთანხმები, რაღაცებს დაეთანხმები და ეს სწორედ ეს იქნება ის შემხედრი ნაბიჯები, რაც ყველასთვის კარგი იქნება აბსოლუტურად. ეს კარგი იქნება ასევე ქართული ხელისუფლებისათვის, ეს იქნება ოპოზიციისათვის, შემდგომი ხელისუფლებებისათვის, რომელიც ადრე თქვენ შეიცვლებიან, ახლები გამოჩნდებიან. ანუ ეს ჯანსაღი პროცესი, მაგრამ პრობლემა შიდაში არის ის, რომ დღეს ხალხი ერთმანეთთან აღარ საუბრობს. აი ეს არის კულტურული პრობლემა. ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანე შენს მონოლოგში. აი ეს 1918-21 წლის საქართველო, როცა გერმანია იყო ჯერ ჩვენი პროტექტორი, ანუ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მას იმ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, შემდეგ ინგლისის პროტექტორატი და საქართველო აბსოლუტურად მარტო გარესამყაროსგან. მარტო, ანუ იმ სიმპათიების გარეშე, იმიტომ რომ ინგლისი, როცა მობრძანდა ამიერკავკასიაში, ერთადერთი საქართველო იცოდა, რომ იყო გერმანიის მოკავშირე და მაინც და მაინც ესეთი კარგად არ წყალობდა ჩვენს მთავრობას. და სომხეთ საქართველოს ომი. და ეს ომი იყო გამოწვეული ზუსტად იმის გამო და იმიტომ შედგა ალბათ ესეთი პოროტი განზრახვაც, რომ იცოდნენ, რომ საქართველო აბსოლუტურად მარტო იყო. აბსოლუტურად მარტო იყო, მაგრამ ბედად გვეყო ძალა, რომ რაღაცა იმ აგრესიას გამკლავებოდით. მე ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მეზობელთან რაღაცა ესეთი პოროტი განზრახვის ომი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უსაფრთხოების კონცეფციაში და უსაფრთხოების განზომილებაში მსგავსი პროვოკაციის გამორიცხვა შეუძლებელია და ჩვენ აბსოლუტურად როცა ვართ სრულიად იზოლირებული ყველა პარტნიორებისგან, როცა მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ გსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. მოიცა ეს განახლება რატომ გსურს და რატომ რამ შეუშალა ამ სტრატეგიული პარტნიორობის მორღვევას, ანუ ამერიკის მხრიდან რაიმე კონკრეტული ასე თქვათ ინსინუაცია იყო, პოლიტიკური წეწოლა იყო, რაიმე დანაშაული შედგა, თუ რაზე არის საუბარი, აი ეს თავად ტერმინი და ცნება, განახლება, უკვე ხო თვითაღიარება, რომ რაღაცა ჩვენ არ გავასწორეთ სწორად, იმიტომ რომ იქით ამხერდა რა ბრალდება გაქვს. და მივიდივართ იმ რაღაცა კონსპირაციულ თეორიებამდე, გლობალური ომის პარტია და ასე შემდეგ და ასე. ანუ არარსებული თემებით სპეკულაცია. და ისევ ეს ძალიან მძიმე კითხვა ჩემთვის. კითხვა, რომელზეც ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს. რა გვინდა? იმიტომ რომ ეს ძალიან რთული კითხვა არის. გამომდინარე იქიდან ეხლა რა მდგომარეობაში ჩვენ აღმოჩნდით. აი რა ორიენტირიც ვითომ ავირჩიეთ, ამ ორიენტირს ვითომ აქვს ლოგიკური არგუმენტები პროჩინური, იქითკენ იქნებ ირანთან რაღაცანაირად დავლაგდეთ. აქეთ რუსეთთან მოდერბილად ესე ვიყოთ და ყველა ფული ვაკეთოთ, ხო დაუშვათ. და ევროკავშირმა მიგვიღოს ისეთი როგორებიც ვართ, კარგი არა ვარ ჩვენ ასე თქვათ კეთილი გონიერი ხალხი, მაგრამ როგორებიც ვართ მიგვიღეთ. ამერიკამაც მიგვიღოს ისეთი როგორიც ვართ. მაგრამ ამის მიუხედავად, აი ესეთი ფრთხილი, ესეთი არასტაბილური მდგომარეობა, როგორ შეიძლება იყოს მერმისის გარანტია? როგორ შეიძლება იყოს ეს იმის გარანტია, რომ ჩვენ ხვალინდელი დღე ნათელი გვაქვს და პროგნოზირებოდი? ჩვენ რეალური პრობლემა არის ის, რომ რასაუბრობთ რა გვინდა, აქ უნდა დავიდეთ მარტივ ფორმულებამდე რა და ჩვენ არ უნდა გავაკომპლექსუროთ. მე მგონი ერთ-ერთი მარტივი ფორმულა არის ის, რომ ჩვენი მიზანი არის აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა A და ვიცხოვროთ კარგად B, როგორც სახელმწიფომ, ხომოსახლეობამ. და ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ფაქტია რუსეთთან დაყვებით არ ხდება რა. ფაქტია რომ რუსეთთან დაყვების მცდელობა ქონდა შევარდნაძესაც და ფაქტი არის რომ აი სულ მარტივად ავიღოთ ეს ყველაფერი რა. რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა სადა ყველამ არავის გამოუვიდა საერთოდ. ანუ საქართველოს ხელისუფლებები ვინც კი არსებობდა ცდილობდა რომ რაღაცა გადახეხედა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამბავში რუსეთთან ურთიერთობაზე. არ წამოვიდა რუსეთი. აი მარტივად შეხედოთ რა ნატოს საკითხი რომ დავთქვათ დღეს ესე შეიძლება უთხრათ რომ აი მოდი რა ნატოს საკითხი გადავწევ გვერდზე და მოდი ტერიტორიებზე დამელაპარაკე. არ გელაპარაკება რუსეთი. რუსეთი ამბობს რომ აი ახალი ფურცლიდან დავწყო ჩვენთან ურთიერთობა და ეს ახალი ფურცელი არის შენ უბრალოდ აღიარე ტერიტორიები.
ანუ ის გეუბნება რომ მე შენ სანამ არ აღიარებ დაქუცმაცებლობას და დამარცხებას და დამონებას და კაპიტულაციას არ გიждები მოლაპარაკებას. ამიტომ არის ძალიან რთული რომ როდესაც ჩვენ რაღაცაზე გვაქვს საუბარი დავილაპარაკოთ, რაზე დავილაპარაკოთ? მე ახლავე დავждები, აი პირადად მე დავждები და მოვილაპარაკებ, მაგრამ არ წამომყვება მოლაპარაკებაზე. ვეუბნები რომ მე მინდა ტერიტორიული მთლიანობა და რა დავთმო? რა გინდა რომ დავთმო? და ტიპი მეუბნება რომ არ არსებობს, მე არ გელაპარაკები მაგ საკითხზე და მეგონი რომ შელაპარაკოს არაფერი არ მაქვს. იმიტომ რომ მე საქართველოს რუსეთთან პრობლემა არაფერი არ აქვს. საქართველოს რუსეთს არ εδავება აქეთ არ ართმევს ტერიტორიებს და არ ამბობს რომ მოდი კრასნოდარი მომეცი. არ ამბობს სოჭის დასლა საქართველოს არ თხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენი იყო. არ ვითხოვთ მაგას, ხო? საქართველოს ხა უნდა იყოს ეგეთ რამეს რომ მოდი დამიჯექი, დამოლაპარაკე მე იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ. ტიპი გეუბნება რომ არ გიბრუნებ ამ ტერიტორიებს. საერთოდ არ განმიხილავ ამ თემას და შესაბამისად შენც ამიტომაც მიმწყდეული ხარ და ყველა ვარიანტი ერთადერთი იძულება გაქვს რომ შენ განაგრძელო ის გზა რაც გზა გაქვს, ხო? და ეს გზა ყველა ვარიანტი უნდა იყოს ერთის თუ შენი როგორც ანგარიშ გასაწევად ჩამოყალიბება. ანგარიშ გასაწევობის სიმბოლო რა არის, ნიშანი რა არის? ეს არის ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ჯარი და ბევრი მოკავშირეები. თუ ეგეთ რაღაცები არ ყავს, თუ ძლიერი ჯარი არ ყავს, ძლიერი ეკონომიკა არ გაქვს და ბევრი მოკავშირეები არ ყავს და მოკავშირეები შეიძლება იმიტომ ყავდეს რომ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიციები გქონდეს, იმიტომ რომ ეკონომიკური მისაძემისა ბაზი იყო, იმიტომაც რომ აქედან გასასვლელი არის ახლო აღმოსავლეთზე, რუსეთზე, შუა აზიაზე, ძალიან დიდი გეოპოლიტიკური როლია, ხო? შავი ზღვის აუზის მთავარი გასაღებია აღმოსავლეთ ფლანგზე, ხო, საქართველოს? თუ ამ ყველაფერს არ გამოვიყენებთ და მართლა ისე მიუდგებით რომ აი მოდი რა რუსეთთან მოლაპარაკოთ, მაგრამ აბა არაფერზე არ მოდის ტიპი. ამიტომაც გამოსავალი რჩება ის რომ შენ იყო ანგარიშ გასაწევი ძალა და მაქსიმალურად იყო დაახლოებული იმ ძალებთან რომლებიც შენთან ერთად რაღაცას გააკეთებენ. შენ ნაცვლად არავინ არაფერს არ გააკეთებს, იგი გამორიცხულია, მაგრამ შენთან ერთად რაღაცას გააკეთებენ. ამიტომაც როცა ვამბობთ აი რა გვინდა და მარტივ ფორმულებამდე დავდივართ და ვამბობთ რომ კარგი ცხოვრება და ტერიტორიული მთლიანობა გვინდა, რაც მე მგონი ყველა სახელმწიფოს ეგ უნდა, ხო? ლოგიკური ამბავი, არაფერი განსაკუთრებული არ მithქვამს. ამისათვის საჭირო არის მართლაც ავირჩიოთ სწორი მოკავშირეები და სწორი ვექტორი. ამისათვის რუსეთთან არჩევა არით არაფერს არ მოგვიტანს, უბრალოდ ვერაფერს ვერ მოგვიტანს. ვიმეორებ, რუსეთი რო პრაგმატული სახელმწიფო ყოფილიყო მეთქი, არ ჩაიდენდა იმ დანაშაულებს, რაც საქართველოს ჩაიდინა და არც იქნებოდა მე კითხვა, საით მივდივართ, ხო? 90-იან წლებში საქართველოს არ აურჩევია ნატო. 90-იან წლებში საქართველოს უნდა და უბრალოდ ქონდა ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთმა ეგ არ გააკეთა. რუსეთმა ყველაფერი იქნა რომ აქ მთავრობები დაემხოთ, აქ ყოფილიყო სამოქალაქო ომი, აფხაზეთი და ცხინვალი დაგვეკარგა, ყოფილიყო გენოციდი გაგრაში, ეთნიკური წმენდა ცხინვალში. ანუ ეს ყველაფერი განახორციელა ისე და მე ბომბები ჩადება საქართველოს ტერიტორიებზე, არ აქვს მნიშვნელობა სად, მაგრამ იყო ეს ბომბები, ჩვენ ვიცით როგორ ცდილობდა იქ ეთნიკური შუხლის გაღვივებას, ესე თქვა კავკასიურ მოსახლეობაში და ამ ფონზე პრაქტიკულად ჩვენ აღმოჩნდით კედელთან მიმწყდეული. ანუ ჩვენ კი არ ავირჩიეთ მაინც და მაინც ნატო და ნატოსთან სწრაფვა. სიტუაცია მოიტანა ესე, იმიტომ რომ როდესაც შენ რუსული ფლოტი დესანტს გადმოგისხამს ტამიშში და ბომბავს სოხუმს ავიაცია მაიკოპიდან, ხო? ქალაქი მაიკოპიდან და ბომბორადან გუდაუთადან, ხო? და გიბომბავს სოხუმს და გაგრაში შენ გენოციდს გიწყობს რუსული არმია და გენერალი ლებედის დაგეგმილი ოპერაციით ეცემა სოხუმი. დავთვალებული საკითხია, რა თქმა უნდა, მიდიხარ მე ირჩევა ამიტომაც ნატოს. ამიტომაც ვამბობ აქ ჩვენ გვაქვს რეალურად არჩევანი მარტივი რა. აქ ჩინეთი მესმის ხელისუფლების მესმის საქართველოს ხელისუფლების არგუმენტი ასეთი არის რომ ჩინეთი შეიძლება იყოს ერთგვარი შემაკავებელი რუსეთის და გასაგები არგუმენტია. ეს არგუმენტი ამ არგუმენტს აქვს თავისი მარცვალი სიმართლისას თავისი არგუმენტებიც მისაღები არგუმენტია. მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ რომ ჩვენი მნიშვნელობა თუ უბრალოდ არ გაიზარდა, არც ჩინეთი არ დაიცავს საქართველოს. არც ჩინეთის мотиваცია არ იქნება საქართველოს დაცვა. ის რომ შენ უბრალოდ ეთქვი რომ მოდი ჩემთან იყავი და ვიმეგობროთ, ის რუსეთთან ურთიერთობის გამო შენთან ურთიერთობას არ შეგვიძლია, შენთან ურთიერთობის გამო რუსეთთან ურთიერთობას არ გააფუჭებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მე ჩინეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი არა ვარ. ამაზე რა სისულელია? რა პრეცედენტია ჩინეთის, რომელიც აი ესეთ შორეულ, ამისთვის არა მშობლიურ გეოპოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკურ, ასე თქვა, ინვესტიციებს ახორციელებს. ძალიან სერიოზულად. აბსოლუტურად. ანუ ეგ შეიძლება ივარაუდო ინდონეზიის აუზში, იმ სივრცეში, სადაც ჩინეთის საარსებო სივრცეა, ხო? აზია, ხო?
სად ამერიკა ხო, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ აქ ამ ფორმულიდან გამოსავალი არის ის, რომ საქართველოს ყველა ვარიანტში უნდა აგრძელებდეს ევროპულ კურსს, ევროპასთან დაახლოებას. შეიძლება რაღაცები არ მოსწონდეს ევროპიდან და არ მიიღოს ევროპიდან რაღაც რჩევები და თქვას, რომ ეს უბრალოდ ამოცემულობაში ხა არა პრიორიტეტი ჩემთვის და ნუ მოდი სხვა რამეს გავაკეთოთ. შეიძლება ურჩიოს კიდეც მათ შორის არის პოლონეთივით, რომ მიგრანტების საკითხი მოდი სხვა რჩევები არ მინდა მიგრანტების ყოლა და ასე შემდეგ. თუმცა საქართველოს ამბერ რუსი მიგრანტი ყავს, ამბერ მიგრანტი არ გვინდა, რომ მიგრაცია ის ტალღა შემოგვესია საქართველოს. ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს ამ დისკუსია, მაგრამ ის რომ დღის წესრიგში იდგეს რომ საქართველოს შეიძლება აღარ იყოს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ეს პრობლემა, ეს არ უნდა იყოს დღის წესრიგში. სხვათა შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ საერთაშორისო გამოსვლაზე განაცხადა, რომ საქართველო არისო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, რაც პოზიტიური სიგნალია, მაინც ეს გარკვეულწილად იმის მცდელობაა, რომ ის ცდილობს რაღაცა ალბათ იპოვოს ერთგვარი გამოსავალი და ერთგვარი ურთიერთობის აღდგენის საშუალება და ისიც უნდა ვთქვა და ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ როდესაც ევროპასთან ურთიერთობა დაიძაბა, ეს მოხდა ძალიან სწრაფად. და ეს პრობლემა იყო. რატო იცით, რომ ის პრობლემები დემოკრატიასთან მიმართებით, რაც საქართველოში დადგა 2023-64 წლებში, ეს პრობლემები ადრეც იდგა. და ადრე ამაზე ხმას არ იღებდნენ ხოლმე. ანუ რომ ამბობდნენ, რომ არჩევნებში დარღვევები იყო, ამას ხშირად საუბრობდნენ ხოლმე. არჩევნებში დარღვევები იყო, მე იგივე არჩევნებში დარღვევები რო იყო 2020 წელს და 16 წელს და 12 წელს, მაშინ რატომ იყო შედარებით წაყრუება ამ თემაზე რა. ანუ ეს თითქოს დასავლეთმა ახლა აღმოაჩინა, რომ საქართველოში რაღაც დემოკრატიის პრობლემები იყო. არ დიდი ხანი ეს პრობლემები არის. და დიდი ხანია ხალხი ამაზე ლაპარაკობდა. დიდი ხანი ამაზე იყო დისკუსიები და დასავლეთი ამაზე უყურებდა. ამიტომაც იყო, რომ ეხა როდესაც ეს დაძაბულობა და ეს კრიზისი ბოლო წლები არსებობს, ბოლო 2 წელი განსაკუთრებით მძიმე კრიზისია ქვეყანაში, ეს ერთ ღამეში საქართველოს მოსახლეობას არ დაუძრეთ. დიდი ხანი ეს კრიზისი არსებობდა, მაგრამ დასავლეთმა უცებ ერთ ღამეში ჩათვალა, რომ ეს კრიზისზე საუბარი იყო საჭირო. და ეს იყო არასწორი მათი მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, ამაზე დისკუსია, ამაზე მოლაპარაკება უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო საქართველოს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთანაც. 2018 წელს ჯერ კიდევ იყო იმის 2018-ში, 16-ში იყო იმის პოლიტიკური კულტურული მაჩვენებელი, რომ ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, მაშინ უნდა ყოფილიყო. აი, შალმიშელი რო ჩამოვიდა მაშინაც უნდა დააძრულიყო ეს საკითხები. ეხლა უკვე ისეთ მდგომარეობა ქვეყანაში, რომ ძალიან რთულია აქედან გამოსვლა რა. აქ მაშინ მართლაც აქ პოლიტიკურ, მენტალურ, კულტურულ საკითხების გადახედვაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, რომ რაღაცა იმგვარი გამოსავალი პოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების თუ როგორ თქვა, მართველი პარტიის წარმომადგენლებიც კმაყოფილები იყვნენ, ოპოზიციის წარმომადგენლების კმაყოფილები იყვნენ და ვიპოვოთ რაღაც შემრიგებული ხასიათიც, რაც ალბათ უნდა დავიდეთ იქამდე, რომ აღვადგინოთ ის რეალობა საქართველოში, რაც იყო 2024 წლის მარტში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოტანილი ეს გამჭვირვალობის კანონი და როდესაც თუ ამას აღვადგენთ, ამ რეალობამდე მივა ქვეყანა, ალბათ შეიძლება ის იყოს ერთგვარი კარგი და პოზიტიური მოვლენა. მაგრამ მეორე საკითხი, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ევროპამ საქართველოში ინვესტიციები გააგრძელოს, გაზარდოს. მე მგონი, რომ ის ინვესტიციები, რომელიც შემოდიოდა დასავლეთიდან და ის ფული, რომელიც შემოდიოდა, მაქსიმალურად წარიმართოს და მიმართოს სწორედაც უბრალო მოსახლეობამდე. ხო, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობა, რომ აი ესეთ ინვესტიციას უკვე უცხოური გავლენის აგენტების კანონი. არასამთავრობო სექტორებზე არ მაქვს საუბარი რა. ამ შემთხვევაში მაქვს საუბარი ის, რომ ინვესტიციები იყოს პირდაპირ ღია და ევროპული კომპანიები უნდა შემოვიდნენ რა. ძალიან სწორი მიდგომაა ის, რომ იმაზე საუბარი, რომ ევროპული რბილი ძალა საქართველოში უნდა მუშაობდეს პირველ რიგში უბრალო ადამიანიდან გამომდინარე. უბრალო ადამიანი იმას კი არ ხედავს მაინც და მაინც, რომ რაღაცა ჩაიდო ინვესტიცია რომელიმე არასამთავრობო სექტორში ან მარტო გზა დაიგო. მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ აი უნდა დაიგოს, უნდა გაკეთდეს ყველა სასოფლო პროგრამები, ანუ უნდა ხელი შეეწყოს, რომ ევროკავშირი გზნობოდეს ყველგან, რომ ევროკავშირთან დაახლოება ხდება. აი, მოლდოვაში ხდება ახლა სხვათა შორის ეს. მოლდოვაში თითქმის ყველა სეგმენტში ცდილობს ევროკავშირში შესვლა და დაფინანსებას და იგრძნობა მოლდოვაში ევროკავშირის დაახლოება რა. ხო, ნუ ალბათ საპასუხო, აი, იგივე ასე თქვა განწყობაც უნდა შეიქმნას აქედან. ორი მხრივ, მასწორედ ამის თქმა მინდა, რომ ეს რაც საქართველოში ხდება, ეს ამის გადაჭრა უნდა იყოს მრავალმხრივი თანამშრომლობით, მრავალმხრივი მონაწილეობით და ახალი ლიდერების გამოჩენით. ახალი პოლიტიკოსების დაბადებით, ეს რაც საქართველოში ხდება, ვიმეორებ, იმდენად ძველია, რომ საქართველოში დემოკრატიის კრიზისი არ არის ახალი. საქართველოში დემოკრატიის კრიზისი არის, მე მგონი, ზვიად გამსახურდის მთავრობის დამხობის შემდეგ. ანუ სულ ეს დემოკრატიის კრიზისი გვაქვს, ხან ძალიან მძიმდება და უკიდურეს ავტოკრატიამდე მივდივართ, ხან შედარებით ნათელი წერტილები გვაქვს, გამონათები გვაქვს დემოკრატიისკენ, მაგრამ აი ფუნდამენტურ პრობლემაზე გვაქვს საუბარი რა. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხელისუფალის ნიშა.
ეს არის უდიდესი პრობლემა. წინა ხელისუფლება რატო შეიცვალა? შეიცვალა, იმიტომ რომ იმასაც იგივე პრობლემები ჰქონდა. გესმით? ანუ ეს არ არის რაღაც იმის წინა ხელისუფლება შევარდნაძეს მაგითო შეიცვალა. იყო რეალურად კორუფციული და იყო რეალურად ავტოკრატიული ხელისუფლება. და ისიც იმიტომ შეიცვალა. და ზვიად გამსახურდიას მთავრობას წინააღმდეგური გამოსვლები იყო, მასაც კი ავტოკრატიაში დანაშაულებდნენ იქაური მაშინდელი ოპოზიცია. ამიტომაც ეგ ჩვენ ქვეყანაში უდიდესი ფუნდამენტური სისტემური პრობლემა გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა და ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ საშინაო პრობლემა, ჩვენ გვაქვს საგარეო პრობლემა. ამიტომაც ახლა შეიძლება ისეთ რამეს ვლაპარაკობ, რაც არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი ზოგადად, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ალბათ იმგვარი პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბება, რომლებიც მოახდენენ საზოგადოებაში კონსენსუსის მაქსიმალურად მიღწევას, კონსენსუსის თითქმის ყველა საკითხებზე და საშინაო პოლიტიკაში შეიძლება დისკუსიები და იდეოლოგიური განსხვავებებიც კი გაგრძელდეს, მაგრამ საგარეო პოლიტიკაზე შეთანხმება უნდა მოხდეს ძალიან მყარად. რას ვაპირებთ საგარეო პოლიტიკაში ევროპასთან, რას ვაპირებთ რუსეთთან, რას ვაპირებთ მილიტარიზაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ არ დაგვაუწყდეს, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო იქნება სულ დისფუნქციური თუ ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ. უნდა აღვადგინოთ. ეგ უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი და მაგის აღდგენა მილიტარიზაციის, ეკონომიკური სიძლიერისა და კარგი მოკავშირეების გარეშე ვერ მოხდება. ეგ სამი კომპონენტი გვჭირდება ჩვენ. რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკაში გვჭირდება დამთხევები, რუსეთის დასუსტება გვჭირდება და ეგ შეიძლება მოხდეს. ან რუსეთთან მოლაპარაკება თუ დაგვჭირდება, სუსტს არ გადიდება არავინ მოსალაპარაკებლად. თუ ბევრი მოკავშირე გეყოლება, ბევრი ეკონომიკური ერთეული გექნება, ძლიერი სამხედრო ძალები გეყოლება, ყველა დაგიჯდება მოსალაპარაკებლად. იმიტომ რომ ჭირდები, იმიტომ რომ დაინტერესებულია შენთან, ან თუნდაც შენთან კონფლიქტზეერიდება ვიღაცა, ხო? აი ეს არის მოცემულობა და ალბათ ამაზე უნდა ფოკუსირდეთ. ეხლა ეს ძალიან ისეთი მარტივად ჩამოაყალიბეთ, ძალიან ღრმა საკითხია და ძალიან შორს მიმავალი, მაგრამ ამიტომ თქვით რომ ეს არ არის ეს ცალსახა საკითხები რა, რომ აი ხვალ რომ საქართველოში სხვა ხელისუფლება ჩამოყალიბდეს, იმ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ან შეიძლება იგივე პრობლემები გქონდეს, რაც აქვს სხვას, იმიტომ რომ სისტემაშია პრობლემა რა. ავტოკრატიასაც ჭირდება რეალ გამოსწორება, პოლიტიკური კონსენსუსი არის ბევრ საკითხებზე მისაღწევი, პოლიტიკური პოლარიზაცია ეს ტერმინი გაცვდა, მაგრამ შესამცირებელი და ხალხი დასხდეს და დაელაპარაკოს ერთმანეთთან რა. საუბრობთ ერთმანეთთან ნორმალურად ამ თემაზე. ხო, ანუ აი რაციოს და კრიტიკული ანალიზის სივრცე ძალიან სერიოზულადაა დაზიანებული სინამდვილეში. ანუ მე აღვნიშნე ძალიან რომ ქართულ-რუსული კონფლიქტის ისტორია ძალიან კონკრეტულ მსხვერპლს და კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობს. ეს ადამიანები არ არის ისტორიულ ანალებში, ეს ადამიანები არიან ცოცხალი. ამ ადამიანებს მივაკითხავთ მისამართზე და ჩამოვართვებთ ინტერვიუს. და ამ ფონზე როცა თუნდაც ყველაზე პრორუსი ქართველი რომ მოვუღოთ და სამწუხაროდ არც ისე ცოტა ის ადამიანი აბსოლუტურად ცხადად და ნორმალურად აზროვნებს და აანალიზებს სხვა მტრის მსგავს ანალოგიას. აი მაგალითად ის ადამიანი რომელიც პირობითად მიიჩნევს რუსეთს დიდ მფარველად, ალბათ აბსოლუტურად საღად აზროვნებს და იტყვის რომ ისრაელის დაპირისპირებაში გამორიცხულია შესაძლებლობა, თეორიული შესაძლებლობა, რომ იყოს ტურისტული, ასე თქვა, მთელი მარშრუტები, ახალ მოსახლეების მთელი პრაქტიკები, რომ ებრაელი, ასე თქვა, ახალ მოსახლეები, ეკონომიკური აქტივობა, ეკონომიკური და კულტურული აქტივობა იყოს, მაგალითად თეირანში, ან იქიდან ისრაელში, ან პირიქით ქნესეთში აღმოჩნდეს უცებ, რა ვიცი მე, მეჯლისის წევრი დეპუტატი. აი ამ იმას თვითონაც ვერ წარმოიდგენს, ვერ დაუშვებს. მაგრამ მათი ტრობის ისტორია კიდევ და ერთხელ გამოვურდები. არის მეტაფიზიკური მიზეზი, ჩვენი არის აბსოლუტურად კონკრეტული და ამ ვითარებაში, როცა ჩვენ საზოგადოებაში არსებობს სერიოზული პრობლემა მტრის გაგების და მტრის იდენტიფიკაციაში გვაქვს ისეთი მტრები წარმოდგენილი, რომელიც ან ფიზიკურად საერთოდ არ არსებობს, ანუ ეს რაღაცა გლობალური ომის პარტია და ან დავარქვით მტერი ისეთ მოკავშირეებს, რომლებსაც დიდი ამაგი აქვს ქართულ დამოუკიდებლობაზე და მოყვარეც კი დავარქვით ისეთ მტერს, რომელიც მთელი პრობლემის სათავე და საბოლოო, ასე თქვა, წერტილია. აი ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე რომ არ ვლაპარაკობ. სწორედ აქამდე მივდივართ, რომ ეს არის მრავალშრიანი პრობლემა, მრავალწახნაგოვანი პრობლემა და ეს არის საქართველოს ბოლო 35 წლის პრობლემა, იმიტომ რომ
რა გამოიარა ქვეყანამ, რამდენი კურსის ცვლილება გამოიარა ქვეყანამ, რამდენი ვექტორის ხან მზეჩლო ედენ ამოდისო მაგას ფიცულობდა ხალხი, ხან ამობდა რომ იზოლაციაში უნდა ვიყოთო, ხან ამობდა რომ ევროპაზე, ამერიკაზე სვარტო სწორება უნდა გავაკეთოთო, მე რუსებს შეიცვალა ეს კურსი და ბალანსის კურსიო, ხან პროჩინური კურსი, ანუ ხუთ ესე არ ყალიბდება. ეს კონსენსუსი საზოგადოებაში, ვიცი რატომ ხდება, რომ ეს კონსენსუსი საზოგადოებაში არ მომწიფებულა რეალურად. ეს ჩვენ ლიდერის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა ვექტორი. საზოგადოებამ უნდა საზოგადოებაში ბევრმა ლიდერმა, ბევრმა ადამიანმა, ბევრმა დისკუსიამ უნდა ესტონეთში ესე მოხდა რა. ლიტვაში, ლატვიაში ეს იმსჯელა იქ ხალხმა. აი დისკუსიები ესე ჩვენ რო საუბრობთ, ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ბომბი არ დავითახმოთ და ეს კარგია. იმიტომ რომ სივრცე გვაქვს, რომ რაღაცებს მე თქვენგან შევიძებთ, თქვენ ჩემგან შეიძენთ. ეს შეიძლება დისკუსია გაგრძელდეს და ამის სივრცე თუ არ დარჩა და ერთმანეთის პოლიტიკური ნიშნის მიზნით განადგურებაზე გადავიდა საზოგადოება, ეს იქნება პერმანენტული პრობლემა და დღეს საქართველოში პრობლემაა. განა დღეს დაწყებულია მარტო 2 წელია მარტო. 2 წელი დამძიმდა მეთქი თქვი პრობლემა რა. მაგრამ საქართველოში ეს ურთიერთ კატასტროფული ზიზღის განწყობაც კი და ზოგიერთ მომენტში ცინიკური დამოკიდებულება. თითქოს ის უცხო იყოს, თითქოს იმასთან ერთად ჩვენ იგივე ნავში არიჯდე ძალიან დიდი ხანი. იცით რა განცდა არსებობს, რომ არა გვაქვს იმის განცდა, რომ ამ სახელმწიფო შვილები ერთი ოჯახის წევრები ვართ. ოჯახში კონფლიქტები და დაძაბულობა და დისკუსიები ხდება. ეგ ბუნებრივი რაღაცას ვერ იგებენ. შეიძლება ადამიანმა იქ რაღაც ვერ გაუგოს ერთმანეთს, შეიძლება გაიბუტონ კიდეს, შეიძლება დროებით, მაგრამ იახ, ერთმანეთს არ არის, ერთი მეორეს არ ცემს, არ ყრის, არ სპობს, არა, აი, სანამ ამაზე ვერ შევთანხმდებით, რომ ჩვენ ვართ ერთი ნავის წევრები და თუ ქვეყანა ჩაიცინა, ყველანი ჩავიცირებით საერთოდ. მანამდე გამოსავალი ძალიან რთულია, ამიტომაც მე სურვილი მაქვს ხოლმე, რომ ვისაუბროთ რა, იქნება მე ვწდები, კაცო, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ სანამ აქამდე არ დავალთ, რომ ეს დისკუსიები გჭირდება და სანამ ერთმანეთს მარტო ტელევიზიებიდან თითის ქნებით და ვლაპარაკებით და შენ ესე, შენ ისე და სანამ ერთმანეთს დავემუქრებით, მანამდე ქვეყანაში დისკუსია რა საითკენ მიდივართ და რა გვინდა არ იქნება. ამიტომაც გვაქვს რომ ტერიტორიული მნიშვნელობის საკითხის ამბავში საქართველოში რამდენი წელი არაფერი და საკითხი არც დავიწყეთ იქ არც არსებობს არაფერი გვაქვს არც გვაქვს ის რომ ეგზისტენციალური პრობლემაა ტერიტორიული საქართველოსი და ის რომ მოსახლეობა რომელიც გამოდევნილია და გაგრაში თავები ნაჯახებით მოაჭრეს იმ რუსმა და ჩეჩენმა და აფხაზმა სამხედროებმა ხო მაგაზე რომ დავიწყებას მიეცავა და თითქოს რომ არც მოხდა და არაფერი არ ხდება და თითქოს საოკუპაციო ხაზთან ხალხს არ იტაცებენ და არ კლავენ ეკლესიაში ასვლის გამო ეკო იმის ნიშანია რომ საზოგადოება დახლეჩილია ის თბილისში ვიღაცა შარდენზე ყავას სვამს და მშვიდობიათ გრონია ეგ არის ქონის არასოლიდარობის ქცევა და ეგ არის ატომიზმის ქცევა. ითქოს მე ვარ ცალკე ატომად ვარსებობ ცალკე და იქ რა ხდება, რა ქვია, მეჯურის ხევში ან რა ხდება ერგმენეთში არ მაინტერესებს. ეგ უნიშნავს სახელმწიფო არ ქონია ეს იგი. სახელმწიფოს ცნობიერება აღარ ქონია. სახელმწიფო თუ ხარ შენ უნდა გადარდებდეს რა ხდება არა მარტო იქ იმ სოფლებში, არამედ რა მოხდა კიდე წარსულში. რომელიც წარსულზე ვიღაცას პასუხი მოთხოვა და პასუხი კიდევ ერთ დავაჯამებ რა რომ საქართველოს ინაში მის პასუხი დაანშაული ჩაიდინა საქართველოში შეიძლება ზოგიერთ მათგან დღეს გარდაცვლილი არ და აღარ არსებობს მაგრამ უყურეთ სიკვდილი პასუხისმგებისგან შეიძლება ათავისუფლებს ზოგიერთ დამნაშავეს საქართველოს ინაში ჩაიდინა მაგრამ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს რა და მათი სახელი ყურებინა გვახსოვდეს ვინც საქართველოს ინაში დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაულის ჩამდენი ტიპები დღეს რუსეთის ხელისუფლებაში შედან რუსეთის ხელისუფლებაში თავს იწონებენ რა მაგარი ბიჭები არიან და რა მაგარი გოგოები არიან და ანუ არ დავიწყოთ ისე რომ მათ არაფერი საპასუხო შემდგენელი ნაბიჯის არ გადაუდგათ და დღენეთით უკვე მუქრებიან. ამიტომ რომ მოლაპარაკებაზე თუ სამიდგება საქმე, მოლაპარაკოთ მაგრამ რაზე? თუ შენ ისევ თვის დამიქნევ, ისევ ჩემი თავის მოჭრა გინდა, ისევ ტერიტორიებს სამართნევ, ისევ ჩემი განადგურება გინდა და თან მეუნები რომ მაგიარ ტერიტორიებიო, ხაზე მოგელაპარაკო, რაღაცე გვაქვს მოლაპარაკების. კი, ეგ არის სერიოზული პრობლემა. ყველა პრორუსი პოლიტიკოსის, რომელიც პრაქტიკულად ესეთი ბრტყელი საუბრების მიღმა, ინსტრუმენტულ ნაწილზე თუ კი ჩავუღმავდებით, არაფერს არ თავაზობს საზოგადოებას და ვერც შესთავაზობს არაფერს საზოგადოებას. გიორგი, მადლობა. ძალიან კარგად ახმად ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო მნიშვნელოვან პრობლემატიკაზე. მეგობრებო, ეს გახდათ ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორი გიორგი კობერიძე და მე ირაკლი მეფარიშვილი. გემშვიდობებით დროებით მომავალ შეხვედრამდე.